ბიძინა ივანიშვილის გზავნილი გურიიდან 5 სექტემბერი 12 საათი GDS-ზე არჩევნებამდე 34 დღით ადრე. მოგესალმებით, დღეს ორშაბათია და ტელეკომპანია GDS-ის ეთერშია წინასაარჩევნო პროექტის შეხვედრები რეგიონულ მედიასთან. მე მიშა ფეიქრიშვილი და ჩემი კოლეგა ნათია თოიძე გადაცემით პირდაპირ ეთერში ოზურგეთიდან ბრუნდებით. გურიის რეგიონში მოქმედ ჟურნალისტებთან ერთად ყველა შეკითხვას დღეს კვლავ ბიძინა ივანიშვილს დავუსვამთ. ჩვენი გადაცემის მთავარი თემები მოახლოებული არჩევნები, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები და ქვეყანაში არსებული მთავარი გამოწვევებია. მომავალი საათნახევრის განმავლობაში შევეცდებით ჩვენს კოლეგებთან ერთად სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით დავსვათ ყველა კითხვა. მივესალმები ყველას, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას, ჩემს კოლეგებს, დარბაზს და მივესალმებით ჩვენს კითხვას. მოგესალმებით, მივესალმებით. ჩვენ ახლა ვიმყოფებით რეგიონში, რომელსაც ხშირად უწოდებენ ხოლმე პოლიტიკის მხარეს. ხშირად ხუმრობენ, რომ გურიაში ყველა ადამიანი არის პოლიტიკოსი. აქ უყვართ პოლიტიკაზე საუბარი, აქ აკეთებენ კარგ პოლიტიკურ ანალიზს, აქ აკეთებენ პოლიტიკურ პროგნოზებს. როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ წინასაარჩევნოდ გსურთ საკუთარი ანალიზი შესთავაზოთ საზოგადოებას. ხომ არ ფიქრობთ, რომ გურიაში დღეს განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე ხართ? ძალიან კარგი შეკითხვა, აბსოლუტურად გეთანხმებით შეფასებაში. და დავამატებდი. აი, შიდა გამოკითხვებს, რომლებსაც ამ ეტაპზე კიდევ პარტია არ ახმაურებს, მე ვფიქრობ, რომ გურულებს ყველაზე სწორი აქცენტები აქვს გაკეთებული. 10 რიცხვი რომ ნაციონალური მოძრაობა 3% აქვს გურიაში. ამით დავიწყებდი და მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების შიდა ყველაზე სწორი შეფასება სწორედ გურულებს აქვს, აბსოლუტურად გეთანხმებით კიდევ ერთ შეფასებაში. შესაბამისად, მე დღეს მოვედი არა იმისთვის, რომ ვთქვათ, ანალიზში დავეხმარო, არამედ იმისთვის, რომ ერთად გავაანალიზოთ დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია. იმედი მაქვს, რომ დღეს უფრო მეც ვისაუბრებთ ვიდრე წინა შეხვედრაში, სწორედ რომ პოლიტიკაზე და პოლიტიკურ პარტიებზე და მე უფრო გამიოლდება გურიაში დღეს სწორი აქცენტები გავაკეთოთ ყველა ძალაზე პოლიტიკურზე, ვისაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მართვაში მოვიდეს და სწორი გზით წაიყვანოს ჩვენი სახელმწიფო. მათ შორის ქართულ ოცნებაზეც ვისაუბრებთ, ალბათ. რა თქმა უნდა და პირველ რიგში ალბათ ქართულ ოცნებაზე უნდა ვისაუბროთ. კი ბატონო, გადავიდეთ მაშინ ჩვენს კოლეგებთან პირველ შეკითხვას დასვამს ჩვენი კოლეგა ნატო გოგელი. მოგესალმებით. მადლობა შეხვედრისთვის. ბატონო ბიძა, მე მაინტერესებს მაშინ როცა აფინანსებდით ნაციონალურ მოძრაობას, თქვენ კარგად იცნობით მიხეილ სააკაშვილს, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, მაშინ როცა აფინანსებდით, ეხმარებოდით, იცოდით თუ არა, რომ მათ ჰქონდათ ძალადობისკენ მიდრეკილება, როგორც ამაზე თქვენ რამდენჯერმე განაცხადეთ და ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, იდეოლოგია იყო ძალადობრივი წინა ხელისუფლების თუ ეს იყო რაღაც ერთგვარი შეცდომა და ასევე მაინტერესებს ამ კითხვასთან ერთად გავაერთიანებ ის ფილმი, რომელიც თქვენი დაფინანსებით გოგა ხაინდრავამ მოამზადა, რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ არჩევნების წინ ამ ფილმის ჩვენება, რომელშიც ძალადობებაზეა საუბარი. მადლობთ. მოგახსენებთ, კარგი შეკითხვაა, დავუბრუნდეთ და გავიხსენოთ რა ხდებოდა იმ პერიოდში. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, აქვე მოგახსენებთ, რომ მეც პოლიტიკურად ვთქვათ, არ მქონდა კარგი გამოცდილება. ზედმეტად ემოციური ვიყავი და კარგად მახსოვს იმ რევოლუციის დროს საფრანგეთში ცხოვრობდი მაშინ. 3 ტელევიზორი მქონდა დადგმული და უყურებდი პროცესს პარლამენტში, როგორ განვითარდა, როგორ შევიდნენ პარლამენტში და ესე შემდგომ. და მე ვფიქრობ, რომ არაადეკვატური რეაქცია გავაკეთე მაშინ მეც. ზედმეტად ემოციური ვიყავი, ზედმეტად გამიხარდა და ამ გზით მოსვლაც მივიღე, ესე ვთქვათ, როგორც მიიღო მთელმა საზოგადოებამ და ესე შემდგომ. ჩემი აზრით 2 წელიწადნახევრის განმავლობაში მე მთელს ხელისუფლებას ვაფინანსებდი რეალურად, რასაც მალავდით, რა თქმა უნდა და კარგად ფუთავდით. პირდაპირ მშობლად მე სააკაშვილს არ დავხმარები ვარ არაფერში და მაგას ვერც გაბედავდა, რომ პირადად ხო არა. ჩემი აზრით, ჩემმა პოზიციამ მათი გამოაშკარავების პროცესი გაახანგრძლივა. მაშინ პლუსია მეტი თუ მინუსი, თვითონ გააკეთეთ ანალიზი. ანუ გარკვეული პასუხისმგებლობა. რამე თუ მე ძალიან მკაცრი პოზიცია მქონდა, მე მახსოვს შეცდომებზე როგორ რეაქციას ვაკეთებდი, იგივე 7 ნოემბერზე როგორი საუბარი მქონდა, მე მგონი ტელევიზიით ნათქვამი მაქვს. რა თქმა უნდა, დროში და რაც უფრო მეტი მქონდა ურთიერთობა და ბევრი მქონდა ურთიერთობა სააკაშვილთან. ახლა დღეს არაფორმალურ მართლობაზე საუბრობენ. არაფორმალურ მართლობაზე საუბრობენ. სააკაშვილს მეტ კონსულტაციებს ვაძლევდი და მეცაც ვეხმარებოდი, თუ გნებავთ. და მაშინ ამის მსგავს ილუზია მათ არ ქონიათ. საერთოდ ქვების როლით მოვიდნენ თუ გახსოვთ
და ჩემი თქვათ მოუმზადებლობის თქვათ და ბოლომდე არ გაცნობიერების პარალელიც იყო ის რომ ცდილობდი რომ ისეთები ყოფილიყვენ როგორი სურვილიც ჰქონდა ჩვენ და ამ ხრივ კიდევ ვიმეორებ რომ მათი სახის გამოჩენაში მე როლი მიმიძღვის რომ გვიან გამოჩნდნენ უფრო რამე თუ დიდ ანგარიშს მიწევდნენ და კარგად ხედავდნენ რა მინდოდა და რას ვეთხოვდი მათგან ერთ-ერთი მახსოვს ვერაფრით ვერ გავიგო მერაბიშვილი მეკითხებოდა როდესაც ვესაუბრებოდი სააკაშვილს მე იმ სააკაშვილს ვესაუბრები მეთქი დღეს თქო რაღაც კონტექსტში უთხარე და ორჯერ თუ სამჯერ გავიმეორე რომელიც 15 წლის შემდგომ ისევე რამდენი პროცენტით მოვა არჩევნების შემდგომ მეთქი და მერაბიშვილმა მკითხა მე ბოლოს რა გაქვედულობაშიო მითხრა ამას რომ ამბობო და ის მეთქი რომ ორი დაამთავროთ მე გამოტოვოთ რაც გეკუთვნის კონსტიტუციით და ისეთი პოპულარული წავიდეს რომ ასეთივე რეიტინგით მოვიდეს დიდი რაოდენობის ხმები მიიღო მე არ მახსოვს ზუსტი პროცენტი მაშინ აი ეგ ჩვენთან აღარ თქვა მაგას ჩვენ ვერ გვებულობთ მითხრა ჩვენ ერთ თვეზე და ორ კვირაზე გეგმავთო ძირთადად როგორ გადავაგოროთ და ესე შემდგომ ეხლა ეს სხვა მიმართულებით განვითარდი აქ რა მინდა კიდევ დამატებით თქვა ამ თემასთან დაკავშირებით როდესაც მე ვაცხადებ რომ მე არ მაქვს პირადი ინტერესი და მოვედი მხოლოდ იმისთვის რომ პირადია რა თქმა უნდა პირადულ სოციალურ არ მაქვს ინტერესი ალბათ სწორი არ არის რამე თუ ეს ჩემი სამშობლოა და მე მინდა ჩემი ქვეყნის სწორი გზით განვითარება და ძალიან მინდა რომ ბედნიერ სამშობლოში ცხოვრობდე და არა მარტო მე მთელი ჩემი საზოგადოება ჩემი საყვარელი ხალხი ცხოვრობდეს ესევე ბედნიერად თავის ქვეყანაში ეს არის პირადული არ მაქვს მეთქი როცა ვამბობ და ვამბობ რომ არც ბიზნესი არც თანამდებობრივი და კიდევ დავამატებდი ერთს ამას რამე თუ შემახსენეთ წინა ხელისუფლება სააკაშვილი ჩემთან ქონდა ძალიან მოწიწებითი დამოკიდებულება პირადული მეც არ მქონია უხეში დამოკიდებულება ამასაც არ ვამბობ მაგრამ მივიდოდი მხვდებოდა აუცილებლად მაცილებდა თვალებში მიყურებდა არაფერი მწყენოდა ჩვენ მქონდა ამას მქონდა ჩემთან მხოლოდ მოწიწებითი და კულტურული დამოკიდებულება ერთი უხეში სიტყვა არ უკადრები არასდროს ამასაც ვამატებ იმას რომ მე რომ დომებოდა მაშინ კომფორტულად ვიყავი წინა ხელისუფლებასთან თუ მოვისურვებდი ხელის გულზე მატარებდნენ მაგრამ ის რაც მათ ხნეს და რაც რა დღეში ჩააგდეს საზოგადოება რა თქმა უნდა ეს არავითარ და ამისთვის მოვედი პოლიტიკაში და ესეც მინდა დავამატო იმ შემადგენელს რომ მე არა მაქვს პირადული რომ დომებოდა მე შეიძლება ყველაზე კომფორტულად სწორედ მათი ხელისუფლების პირობებში მეცხოვრა მაგრამ როგორ იქცეოდნენ და როგორ ექცეოდნენ საზოგადოებას რომ ძალადობა იყო კულტი დღესაც თუ ნახავთ მათ ხელწერას ხოლოდ ძალადობას ვერ ანებებენ თავს ეს არის მთელი პრობლემა დღევანდელი ნაციონალური მოძრაობისაც რაც დასაწყისიდან როდესაც ვაკრიტიკებდი ხან განადგურებას მაბრალებდნენ ნაციონალური მოძრაობის განადგურება უნდა და ესე შემდგომ არა როგორ გეგადრებათ არავის განადგურება არ მინდა მე მინდა რომ ყველას კარგად ეცხოვრებოდეს ამ ქვეყანაში მაგრამ მათ უარი უნდა თქვან ძალადობაზე ეხლა გავიმეორო რა ხდებოდა ქვეყანაში კარგად იცით ხო ძალადობით მართავდნენ მხოლოდ ძალა იყო მაგითი და არც მალავენ სხვათა შორის აბანახეთ და გაიხსენეთ ერთ-ერთი მათი ლიდერის ჭიაბერაშვილის მაშინდელი თურმე ფილოსოფოსი ყოფილა ჭიაბერაშვილი მისი ნაწერები რეალურად ამ იდეოლოგიით ცხოვრობდნენ რომ ამბობს ჭიაბერაშვილი რომ ქაოსურ და გაუგებარ დემოკრატიას სტაბილური ავტოკრატია ჯობს და ამიტომ ჯობია ერთმა კაცმა და ერთმა გარკვეულმა გუნდმა სტაბილურად მართოს ქვეყანა და ეს უნდა დასავლეთსაც დაახლოებით ეს ამ იდეოლოგიას ატარებდა ეხლა თუ ამას დავამატებთ სააკაშვილის მეუღლის გამონათქვამს რომ თურმე ხალხს უნდა ეშინოდეს მიშა ესეთია რომელიცაც შეიძლება ხალხში ეშინდეს მისი გამონათქვამს თუ გავიხსენებ და დღეს გვეუბნებიან რომ თვალებში ჩახედა და იმას აღარ იკადრებს რასაც კადრულობდა რას არ იკადრებს გაუპატურებები აღარ იქნება მკვლელობები აღარ იქნება წამებები აღარ იქნება რის გარანტიას გვაძლევენ რას გვირდებიან ის რომ იდეოლოგია რითაც ისინი მოვიდნენ პრაქტიკულად გახსნილად იყო ძალადობრივი თუ გავიხსენებთ ამ ორ წერილს ჭიაბერაშვილის და შემდგომ გამონათქვამს გალბატონის რეალურად მათი იდეოლოგია იყო ესეთი ავტოკრატიული სახელმწიფო უნდა აშენებინათ ერთ პიროვნებაზე ერთ ავტორიტეტზე მორგებული და ამით ააშენებდნენ დემოკრატიას და გააძლიერებდნენ ეკონომიკას რაც მივიღეთ კარგად ნახეთ ხო ერთი ჯგუფის მიერ მართული ქვეყანა როგორი იყო ელიტარული კორუფცია როგორ ინაწილებდნენ თელ ბიზნესს როგორ ჰქონდათ მონოპოლიზებული მთელი მედია როგორ აწამებდნენ ციხეებში და აწამებდნენ არა ისე რომ ეს დამალული ყოფილიყო საზოგადოებაში ეს ჩვენივრად ვიცოდით ჩვენ მახსოვს ერთ-ერთი ჩემი თანაგუნდელი იხსენებს რომ თუ არა ის კადრები რაც ძალადობრივი ციხიდან გამოვიდა ჩვენ არჩევნებს ვერ მოიგებდითო დაემთხვა რომ ჩვენ ჩავატარეთ კვლევა სწორედ მანამდე და დაგეგმილი ჰქონდა იმის შემდგომ 1% ქართულ ოცნებას არ მომადებია საზოგადოებაში ისინი თვითონ არ მალავდნენ ეს ძალადობა მათი ხელწერა კი არ იყო მათი კოზირი იყო ხალხს აშინებდნენ თუ ესე არ მოიქცევით შეხვალ ციხეში და იმ ციხეში სიკვდილი გელოდება
და ეს ხმები ახლა საზოგადოებაში იმ კადრები, ის კადრები არ იყო გამოუგნებელი ქართული საზოგადოებისთვის, გამოუგნებელი იყო უცხოელებისთვის. მათზე კარგად იმუშავა, მაგრამ ესენი ამას რეკლამას უკეთებდნენ პირდაპირ მნიშვნელობით უდანაშაულებებს ხშირად აბსოლუტურად შეგნებულად უდანაშაულობას იჭერდნენ, რომ მეზობელს დაენახა, რომ აი შენც თუ არ გაჩერდები და არ გაჩუმდები, სწორედ რომ ეს მოგელის. ციხეებშიც რაც ხდებოდა, ამას თვითონვე ავრცელებდნენ, რომ ის ციხე ვერ იქნებოდა კომფორტული ვერავისთვის, ციხეში თუ მოხდებოდი, იქ სიკვდილთან ახლოს იყავი. აფორმებდნენ ძალადობას და ძალით იჭერდნენ ხალხს. მე მახსოვს სვანეთში ვიყავით არჩევნების პროცესში და იქ ერთ-ერთმა თანაგუნდელმა ცოტა უხეშად მიმართა სვანებს და მე დავიცავი. ყველა სახლთანო თითქმის 3 მანქანა იდგა, გამოხვიდოდი და დაგიჭერდნენ. თუ ისე არ მოწყეში შესას ვერ გამოიტანდი ტყიდან. შეგნებულად მიდიოდნენ ხალხის დაშინებაზე. აბა ნახეთ დღევანდელობა. დღეს ნახეთ მათი ხელწერა თუ არ არის ისევ ძალადობრივი ნაციონალური მოძრაობის. რითაც შეუძლიათ მითი ძალადობენ. ამდენი სიცრუე, ამდენი თქვათ თუმცა ისინი ამბობენ, რომ აღიარებენ შეცდომებს და ასეთი შეცდომებს, რომელ შეცდომებს აღიარებენ, რო კლავდნენ, რო აწამებდნენ, რო ძარცვავდნენ, რო მართავდნენ მთლიანად თელ ბიზნესი ნაწილებდნენ, ეს უნდა განმარტოს, ვინც ამბობს, რომ თვალებში რომ ჩახედა, გამობრძანდეს და განმარტოს. რას კვირდებიან, რომ აღარ გააუპატიურებენ? აღარ მოგვიკლავენ შვილებს, აღარ წაგვართმევენ ბიზნესს, ამას კვირდებიან? თუ რა შეცდომებზია საუბარი? ეს შეცდომა შემოიტანეს ისე ლამაზად, ისე ლაღად, რომ თითქოს რაღაც შეეშალათ. ნუ მარჯვნივ კი არ წავიდნენ, თლად ცოდნა მარცხნივ შეუგანეს. თითქოს ესეთი შეცდომა იყო. აი ეს განმარტონ ძალიან კარგად. რა შეცდომებს ამბობენ უარს? თქვენც ხომ არ შეგეშალათ ბატონო ბიძინა, როდესაც თქვენ მერაბიშვილთან საუბარი გაიხსენეთ. დღესაც იგივე აზრზე ხართ, რომ თქვათ 10-15 წლის შემდეგ იქნება თუ 10-15 დღის შემდეგ, არ ვიცი, დრო ძალიან ისეთი თემა, შეიძლება რომ დაბრუნდნენ ისევ ნაციონალები, მაგრამ თქვენ ამბობდით, რომ სააკაშვილი უნდა წავიდეს ძალიან მაღალი ნდობით ხელისუფლებიდან, რომ დაბრუნდეს ისევ ხელისუფლებაში. აი, დღეს როგორი ხედვა გაქვთ? იგივეს ფიქრობთ, რასაც მე მგონია, რომ ქართული ხალხი ვართ, კულტურული ხალხი და გურულებისგან სხვათა შორის ბევრმა სხვამაც ისწავლოს. რეგიონებში სირცხვილის სულაც არაა. რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ პოლიტიკოსების შეფასება და პოლიტიკური სიტუაციის სწორი შეფასება. ეს არის მხოლოდ ხსნა. ვინ მოვა და როგორ მოვა, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს. და ყველაზე დიდი რაც გაკეთდა ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დროს და ჩემის პოლიტიკაში მოსვლის დროს, რომ ხალხს დაუბრუნდეთ ლეგიტიმურად ის რაც ეკუთვნოდა. არჩევნების უფლება ჰქონდა ჩვენ წართმეული, ჩვენ აღარ გვეკითხებოდნენ და აღარც აპირებდნენ შეკითხვას. მხოლოდ საზღვარგარეთთან უნდა გაეფორმებინათ როგორმე და ყოფილიყვნენ მისაღები. თორე პრაქტიკულად ქართულ ჩვენ დავიბრუნეთ არჩევნების უფლება. აი ეს მოხდა ერთ-ერთი მთავარი ჩვენი მოსვლის შემდგომ. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს ვინ მოვა და როგორ მოვა. და ეს გადაწყვეტილების მიღება არ არის მარტივი პროცესი, ეს არის საკმაოდ რთული. ეხლა მაგრიტიკებდნენ წინა გამოსვლის შემდგომ, რომ შეურაცხყოფას აყენებს ქართულ ხალხს, რომ თქვა უნდა ასალოსო. ღმერთმა დამიფაროს. მეც ჩვეულებრივი ქართველი ვარ და მეც ისეთი გენეტიკური მახსოვრობა მაქვს, როგორც თქვენ და ჩვენ ყველას ერთად. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ისტორიული კულტურა და დიდი გამოცდილება, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს მართვის გამოცდილება ბოლო 200 წელიწადი არ აგვაქვს და ეს არ არის მარტივი პროცესი. მე ამას ვამბობ და ყოველთვის უსვავ ხაზს და არა შეურაცხყოფას ვაყენებ ვინმეს. მიუხედავად ნიჭიერებისა, ჩვენი და ისტორიული გამოცდილებისა, მაინც არ ყოფნის ჩვენ სახელმწიფოს მართვის კულტურა. და ეს არ არის სირცხვილი და ეს არაა შეურაცხყოფა, რომ მოусმინოთ პოლიტოლოგებს თუ ხავს ესეთები ანალიტიკოსებს და მათ რიცხვში მეც მაქვს ესეთი პრეტენზია, რომ გავაანალიზოთ სიტუაციას, სწორედ დავალაგოთ ვინ არის ვინ, სწორედ ვაჩვენოთ საზოგადოებას და მათ უნდა გააკეთონ არჩევანი. სხვა გასაღები აღარ არსებობს. დღეს კიდევ არის განცდა, რომ ვიღაცამ უნდა უკარნახოს, ფული დაურიგოს, რაღაც პრეზიდენტები და რაღაც საჩუქრები დაურიგოს არჩევნების პროცესში, რაც იყო სირცხვილი, თქვა 1 ბოთლი ზეთი ან 1 კილოგრამი შაქარი, რაც იყო შეურაცხყოფელი აბსოლუტურად და ამით უნდა გადაწყვეტონ არჩევნების ბედი იმ პროცესში. არა, მხოლოდ სწორი ანალიზი. ერთადერთი გასაღებით, რაც თქვენ ახსენეთ, ნაციონალური მოძრაობა, გინდაც ქართული ოცნება, არც ერთ პარტიაზე არ უნდა გქონდეს ზეჭარბი დამოკიდებულება. სანამ ასრულებს, სანამ სწორი პოზიცია აქვს, სანამ სწორედ ემსახურება ხალხს, სანამ სწორი მიმართულებით და დასაბუთებულად გვეუბნება როგორ წაიყვანს ჩვენ სახელმწიფოს, ეს უნდა კარგად გავიაზროთ, გავაანალიზოთ და მათ უნდა დაუჭიროთ ხარი. დღეს ქართულ ოცნებას ალტერნატივა არ ყავს. მე ამას დავასაბუთებ, რამდენიც გინდათ ვისაუბროთ. წინა გადაცემაში თქვით, რომ სამწუხაროდ არ ყავს ალტერნატივაო და ამაზეც იყო საუბარი. კი ბატონო, კარგია რომ არჩევანი იყოს უფრო მეტი. რა თქმა უნდა, კარგი არჩევანი იყოს უფრო შავსა და თეთრ შორის მოუწევს სამომრჩეველს არჩევანის გაკეთება. თქვენ წერილშიც საუბრობდით ამაზე, რომ უფრო სიჭრელეა ფერთა ამ არჩევნების წინ, მაგრამ პოლიტიკოსებს როგორც კი უსმენ, ისევ რჩება შთაბეჭდილება, რომ შავსა და თეთრ შორის არის ისევ არჩევანი გასაკეთებელი. თქვენ როგორ ფიქრობთ?
მე არ უპასუხეთ თქვენს დარჩენილ კითხვას, მაგასაც დავუბრუნდები, დარჩენილ კითხვას ფილმზე მკითხეთ. ფილმზე მოგვიანებით შეიძლება. შავსა და თეთრზეც, შავსა და თეთრსა და ამას გავაერთიანებ. კი ბატონო. მოკლედ. ეხლა არჩევანი როგორიც არის ესეთია და სხვათა შორის სულ გონია და გვეგონა ჩვენ რომ ყველაფერში გვიჭირს და აი პოლიტიკოსები ხოს რამდენიც გვინდა თქვა და ხუმრობით შეიძლება მეც კი მithkos ვერ ვიხსენებ რომ რამდენიმე პრეზიდენტს ვაჩუქებდით სოფლიოს ან პოლიტიკაში მაგრები ვართ არ არის ესე როგორც როგორი ეკონომიკაც გვაქვს რაც არის ლოგიკური როგორიც უნდა იყოს ლოგიკურად ისეა სწორედ ჩვენთანაც ყველაფერი თანხვედრაშია როგორიც გვაქვს ეკონომიკა რით დავიწყოთ როგორც გნებავთ გინდათ მედიით დავიწყოთ გინდათ ეკონომიკით დავიწყოთ გინდათ პოლიტიკით დავიწყოთ ეს ყველაფერი ერთი საზოგადოების ნაწილი და შემადგენელია და ყველაფერი თანხვედრაშია რა თქმა უნდა პოლიტიკური ისტაბლიშმენტის ისეთივე ღარიბია როგორიც არის ჩვენი ეკონომიკა დღეს პოლიტიკოსებიც ესეა მაგრამ დრო უნდა ამას ყველაფერს ამას უნდა აღზრდა ამას უნდა ესე ვთქვათ დაკვირვება კარგი სელექცია, კარგი გამოყვანა და ესე შემდგომ პროცესია ისევე როგორც ეკონომიკაში სწორედ უნდა შეარჩიო პროექტები, ასევე აქაც. შტეცსა და შავშორის მე არ ვიტყოდი რომ არჩევანია დღეს. პარტიები არსებობენ, მათ აქვთ ის რეიტინგი რაც აქვთ, ამაში არ არის შემიწვლილი არანაირი, მათ რაც მოახერხეს ისეთი აქვთ, საზოგადოება ესე აფასებს მათ. დღეს ჩვენ შევეცადოთ სწორედ განუმარტოთ, სწორედ რომ პოლიტიკოსებზე მეტი ვისაუბროთ და სწორედ განუმარტოთ, ვინ შეიძლება ვთქვათ კიდევ და როგორ შეიძლება კიდევ დაუჭიროთ მხარი რომელიმე ძალას, რომელსაც ვთქვათ ხელისუფლება განვითარება. რაც შეეხება ფილმს, რა თქმა უნდა, ჩემი იდეა იყო და ძალიან მინდოდა, ეს დაიწყო 2 წელი და 2 წელნახევრის წინ. ამ ფილმის გადაღებაზე საუბარი 9+1-ით ჩემი მოგონილი იყო სათაური და ხაინდრავამ ახალი სათაური გავუკეთა ფილმს ჰეროკრატია როგორც მოგეხსენებათ ეს თვითონ ავტორი და ნორმალურია როგორც გნებავს ხო შემეკითხა და ჩემის გადასაწყვეტი არ იყო და არც არის და რაც შეეხება იმას რომ ეხლა ხდება ამას ორი მიზეზი აქვს პირველი მიზეზი არის ის რომ დიდი დრო დაჭირდა ფილმის გადაღებას 24 სერიანი ფილმია მასშტაბური ფილმია და დიდი დრო დაჭირდა და დაემთხვა თორე შეიძლება და უფრო ადრე ჩვენებას და ის რომ დღესაა და თქვათ ეს რამე დამატებით კითხვებს იწვევს და რატომ მე ვფიქრობ რომ კარგია ყოფილიყო უფრო ადრე შეიძლება უკეთესი იყო რამე თუ არჩევნების ჩატარებაში მახსოვრობას აგვიდგენს ცოტა პრინციპში რომ ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს და მეხსიერება მოკლე მეხსიერებით არ ვიცხოვროთ ესე ვთქვათ ჩემთან ესეთ შეკითხვებიც იყო ვთქვათ არამედიაში რომ ხო არ გამოიწვევს ეს ქუჩაში რაღაც აქციებს. ჩვენ არ ვართ ახალგაზრდა ჭყინტიერი. და არავით არის ქუჩის აქციები თუ თავს მოხვეული არ არის ძალადობა, რაც სააკაშვილომ და მის სახელმწიფოებამ ნაციონალურმა მოიტანა და დღესაც ძალადობაზე აგებული და სახიფათონი არიან რომ იცოდეთ. ძალადობრივი თუ იქნება და ქუჩაში რამე სახიფათო ეს ფილმი კი არ იქნება და ამ ფილმის ყურების შემდგომ ჩაულებრივ მოქალაქეებს კი არ გაუჩნდებათ სურვილი რომ მათ პასუხი აგებინონ. არავის პასუხი არ უგებინებინათ დღეს და არაფერი ქუჩაში არ მოხდარა დღემდე. ხო მიუხედავად იმ აგრესიისა რაც მათ დაუტოვეს საზოგადოებას. ესე იქნება ეხლაც სახიფათონი ისინი კი არ არიან დაჩაგრული საზოგადოება მაშინდელი მათ მმართველობის დროს გაწმილებული და აგრესიული რომ მათ პასუხი ისე თვითონ არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები სახიფათონი დღეს რამე თუ ეს წლები 4 წლის განმავლობაში ხო მმართველობის პროცესში სულ ძალაზე იყვნენ მომართული. გაზაფხულზე გეგმავდნენ რევოლუციას. 13 წლის უკვე. შიგნით გუნდიდან ახლა ინფორმაციებიც ვიცით, ისედაც ჩანდა, გახსოვთ პირველი დემონსტრაციები და მიტინგები უნდათ ეგრევე აგორება, რომ უნიათ ხელისუფლება ახლა უნდა გაუშვათ. გაზაფხულიდან შემოდგომაზე გადაქონდათ, რომ აი ახლა არ გამოგვივიდა, მაგრამ შემოდგომაზე უკვე მოვახდენთ რევოლუციას და გაუშვებთ. შემოდგომიდან ისევ გაზაფხულზე და აი ესე მოვიყვანეთ დღემდე. და ეხლა გაქვთ ბოლო გაბრძოლება. ეხლა ხოლოდ თვლიან ისევ რევოლუციაზე, რამე თუ მათ კარგად იციან, რომ არჩევნების გზით საზოგადოება მათ არ მოუშვებს არჩევნებში. შესაბამისად, ეს ხიფათიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ საკმაოდ დიდიო ხიფათი, რომ არჩევნების პროცესის აყირება ერთადერთი გეგმა რაც აქვს მათ. ცოტა დრო გადაცემაში თუ შეიძლება ექნებ ყველა ჟურნალისტმა რომ მოასწროს კითხვის დასმა გურიის მოამბე თეა იოსელიანი დასვამ შემდეგ შეკითხვას. მადლობთ მოგესალმებით. როცა ვუყურებ იმას, რაც ხდება გურიაში, ერთი აზრი მიტრიალებს თავში, როგორ უნდა მოახერხო, რომ ასეთი მადლიანი მხარე შიმშილის პირას მიიყვანო, ხალხი სიდუხჭირეში აცხოვრო. უნდა დასრულდეს მოქალაქეების გადინება თურქეთსა და საბერძნეთში ლუკმაპურის საშოვნელად. ჩვენ ავაღორძინებთ ჩაის კულტურას, აღარ გახდება თხილის ბიზნესი მონოპოლიზებული. ეს მცირე ამონარიდია იმ გამოსვლიდან, რომელიც თქვენ 2012 წელს ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე თქვენი სიტყვა
გამოსვლის დროს ბრძანეთ. ბატონ ბიძინა 2012 წლის შემდეგ უკვე 4 წელი გავიდა. ჩვენ ყოველდღურად გვიწევს თითქმის იმ ადამიანებს, იმ ოჯახებში სტუმრობა, იმათი პრობლემების გაშუქება, რომლებიც უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობენ. ისინი საუბრობენ, რომ არის სერიოზული ხარვეზები და პრობლემები სოციალური დაცვის პროგრამაში, სადაც ის მიღმა რჩებიან ისეთი ადამიანები, რომელთაც შემოსავალი სხვა არაფერი გააჩნდათ, გარდა ამ ფულადი შემწეობისა. დღესაც ჩვენი მოქალაქეები დადიან თურქეთში, იმისთვის რომ ლუკმაპური იშოვონ. დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც ნაგვის ურნებში ეძებენ ბოთლებს, რომ ჩააბარონ და ოჯახში ამით შეიტანონ პურის ფული. არის სერიოზული პრობლემები მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მე ძალიან თხოვეს, მაგალითად, რომ დღეს თქვენთვის ეს კითხვა დამესვა კაპროვანში, რამდენიმე წელია უკვე 30 ოჯახი ითხოვს მათ საკუთრებაში არსებული მიწის, ანუ ისინი თვლიან, რომ უსამართლოდ ართმევენ ამ მიწას, მიუხედავად იმისა, რომ მათ მოიგეს სასამართლო პროცესი, დღეს ისევ პრობლემა არის, რომ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები დაიბრუნონ. იგივე სიტუაცია არის მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ლაითურში და სხვადასხვა სოფლებში. დღეს თქვენ მაშინ ამბობდით, რომ ბატონი ყოფილ პრეზიდენტზე ამბობდით, რომ ის ძალიან ლამაზად ფუთავს დაპირებებს. მე ისე ლამაზად ვერ დაგპირდებით, თუმცა შევასრულებ და გურია ელოდებოდა საუკეთესო მეოთხე წელს. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენ როდესაც ქუჩაში გავდივართ და ვისაუბრებით, ამბობს, რომ მათ აქვთ უიმედობის განცდა და მათ ჰქონდათ უფრო მაღალი მოლოდინები ქართული ოცნებისგან. დღეს რა შეგიძლიათ უთხრათ გურიას და ბოლოს ჩვენ ეხლა ვზივართ თეატრში, რომლის გარემონტებისთვის თქვენ მილიონობით ლარის გაღებას აპირებდით და დღეს ვხედავთ, რომ ეს თეატრი და რეკლამაზე უნდა გავიდეთ და რეკლამის შემდეგ ვუპასუხოთ ჩვენი კოლეგის მიერ დასმულ ამ შეკითხვას, იმ საკმაოდ ვრცელია და ბევრი პრობლემა წამოიჭრა. დავბრუნდებით რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, თქვენ უყურებთ წინ ჩვენ GDS-ის წინასაარჩევნო პროექტს შეხვედრები რეგიონულ მედიასთან. ჩვენი სტუმარია ბიძინა ივანიშვილი. ბატონო ბიძინა, შეკითხვა დაისვა რეკლამამდე. აღარ გამიმეოროთ, იმიტომ რომ 5 წუთი კითხულობ და შეკითხვას და გაგვიჭირდება ძალიან ბევრი დრო წავა. მოკლედ რომ გიბასუხოთ. ძირთადად ეკონომიკაზე იყო თქვენი კითხვა მიმართული, რომ ისევ სამუშაოდ მიდიან საზღვარგარეთ ჩვენები და მათ რიცხვის თურქეთში და ესე შემდგომ. მოგახსენებთ, ეკონომიკა ზოგადად ტემპი ეკონომიკური ზრდის შეიძლება არ არის მოხიბლავი დღეს, როგორც იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ ლიდერების ზის ტემპით, რომელიც არასდროს არ ყოფილა წინა ხელისუფლების დროს. და კიდევ ერთხელ მინდა ტელემაყურებლებს შევახსენო, რომ როდესაც რეგიონში არის კრიზისი, როდესაც ევროპაშია კრიზისი და საერთოდ ეკონომიკური კრიზისი, იქ ერთი ქვეყანა ვერ გაიზრდება ძალიან მაღალი ტემპებით. და ამ პროცესში საქართველო არის ლიდერი ზის ტემპებით ეკონომიკის. ეს ზოგადად. ეხლა უფრო კონკრეტულად რა გაკეთდა და როგორ გაკეთდა. თქვათ კორუფცია ნულამდე დასული, ნაცვლად იმისა, რომ ელიტარული კორუფცია იყო და მთელი ბიზნესი იყო და ხელისუფლება. სამუშაო ადგილები 2006 2012 წლამდე 23000-ით შემცირდა ნაციონალური მოძრაობის ბოროტს გადინებასაც შეეხება. და ეს ტემპი იყო ძალიან დიდი გადინების. ჩვენი მოსვლის შემდგომ შეიძლება ეს ბევრი არ არის 60 თუ 75000-ით გაიზარდა სამუშაო ადგილი და ამავდროულად ხაზს გაუსვამდი, რომ ეს არ გაზრდილა სახელმწიფო სტრუქტურების ხარჯზე. იქ მოხდა შემცირება პროცენტები ზუსტად არ მახსოვს, არ წამომიღია, რამდენი შემცირდა ამ დროს სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული. ეს არის სწორედ რაც ბიზნესმა დაასაქმა. ვალების ეკონომიკიდან გადავედით ინვესტიციების ეკონომიკამდე. ეკონომიკაზე ლარის კურსიც მაშინ ახალი ვალებით რეგულირდებოდა, დღეს ნახეთ როგორი მსურავი კურსი დავიჭირეთ და ნახეთ რა მოხდა რეგიონებში. ჩვენი მეზობლები მე არ ჩამოვთვლი მათ ლარმა როგორ ჯანსაღად აჩვენა საკუთარი თავის სწორი ეკონომიკის პირობებში. ეს მოკლე დროში ეს იყო საოცრად ძნელი მისაღწევი და ეს ამასაც მივახციეთ. მაგრამ კიდევ ხას უსვავ, როდესაც რეგიონი არის კრიზისში, იქ ერთი ქვეყანა ვერ იქნება სუპერწარმატებული და ამ ფონზე კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ვართ ლიდერები. დამატებით, რასაც გეტყოდით, რომ კორუფცია ნულამდე, რომ ეხლა შიგნით რაც გაკეთდა, რაც უნდა ნახოთ. ვერავინ ვერ იტყვის დღეს, რომ ბიზნეს
ვინმე ეხება და არ ეხმარება და მაქსიმალურად არ ლობირებს მთავრობა ბიზნესს და ეს არის საფუძველი სწორედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და აუცილებლად საქართველოში გაიზრდება ტემპი ეკონომიკური ზრდის, როგორც კი რეგიონი გონზე მოვა და ევროპაში ეს კრიზისი დასრულდება და იმედია უახლოეს დროში მოხდება. სხვა ტემპები იქნება ეკონომიკური განვითარების. როდესაც კითხვას ვსვავთ, აუცილებლად რეალობიდან უნდა მოახერხოთ ჟურნალისტებმა დასვათ კითხვა და გაანალიზოთ ესე ზოგადად ქუჩაში გახვალ და გაჭირვებულები არიან. ქუჩაში რომელ ქვეყანაში არ უნდა გახვიდეთ, გაჭირვებულს ნახავთ. თუმცა ჩვენი ქვეყანა დღეს ამ მხრივ გამორჩეულია და ძალიან ბევრი გვმართებს რომ მოახლოეს 15-20 წელიწადში ჩვენ მოახერხოთ და ჩვენი ეკონომიკა ევროპულს მიუახლოვოთ. ეხლა მოგახსენებთ რომ რამდენად ინვესტიციები გაიზარდა 60 და 65%-ით, რამდენად შემცირდა ვალების აღება 3-ჯერ და 4-ჯერ ვალების ეკონომიკაზე რო ვიყავით და ქვეყანა მხოლოდ ამით იმართებოდა და არა რეალურად ეკონომიკური ზრდა იყო ისე ვალების ხარჯზე, როგორ გაიზარდა ინვესტიციები ყველა მიმართულებით რაც არ უნდა ნახოთ ეკონომიკაში და ვისაც ეკონომიკა ოდნავ მაინც ესმით, ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან დიდი წარმატება იმ ფონზე, რაც დღეს არსებობს რეგიონში და კიდევ ვიმეორებთ, ვართ ლიდერები. ის რომ კორუფცია აღარ არსებობს, ის რომ საკუთრება არის ესე პირუთვნელად დაცული, ის რომ მოგების გადასახადიც კი გარისკა ჩვენმა პრემიერმა და გაათავისუფლა მისგან 2017 წლიდან და კიდევ სხვა დანარჩენი რაც გაკეთდა ახალი ხელისუფლების პირობებში ერთს დაგიკითხავთ. მარტო მე ძალიან ბევრი მინდოდა და წამოღებული და გამზადებული ვარ, მაგრამ დროით ძალიან მავიწროებთ, რომ დღეს საქართველოს მთავრობა ეფექტიანობით 18 წარმატებულ სახელმწიფოში შედის, რომ მენეჯმენტით გაუმჯობესებულია გაცილებით სახელმწიფოს და საუკეთესო სახელმწიფოების რიგში აღარ ვამბობ მედიის თავისუფლებას, თქვა და მენეჯმენტის მქონე და ესე შემდგომ და მე წაგიკითხავთ მხოლოდ ბოლოს ერთს, აი ყველაფერს რაც აჯამებს ამას, რომ ტურიზმი როგორ გაიზარდა და ესე შემდგომ და რაც მთავარია, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2011-12 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს მიხედვით სოფლიოში 127 პოზიციაში იყო. მაკროეკონომიკა, აი ყველა შემადგენლობები, კორუფცია, რო პოლიცია სწორედ მუშაობს, აი ორგანიზებული დანაშაული, ამას გაუსვავდა მე ჩავალისო ბოლოში. თავისუფალი ორგანიზებული დანაშაულისაგან ქვეყნები არის ესეთი რეიტინგი, ამასაც სოფლიო ბანკი აკეთებს. საქართველოს შედიოდა 2012 წლამდე 70 ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოში. დღეს საქართველოს შედის 17 ყველაზე დაცულ ქვეყანაში მსოფლიოში, 17 ყველაზე დაცულ ორგანიზებული დანაშაულისგან ყველაზე დაცულ ქვეყანაში. აი ესეც მოქმედებს მაკროეკონომიკურ გარემოს წარმოდგენაზე და რეიტინგზე. ეს ყველაფერი ერთად კორუფცია რო თითქმის ნულოვანია და ვერანაირ ვერ იტყვის ან მინისტრზეა და პრემიერზე ღმერთმა დაგვიფაროს, მით უმეტეს შეიძლება ერთეული შემთხვევები გამგებლის და რეგიონების დონეზე რაღაც იყოს, რაც თელ სოფლიოშია მიღებული. კერძო საკუთრება დაცულია, ადამიანის უფლებები დაცულია, ჯანდაცვა და ესე შემდგომ რაც გატარდა რეფორმები, საბოლოო შედეგს აგიკითხავთ. მაკროეკონომიკური გარემო რაც განსაზღვრავს ინვესტიციების მოდინებას და პერსპექტივას ქვეყნის, რომელ ქვეყანაში უნდა შევიდნენ ბიზნესი, სად უნდა შეიტანოს ფული, ამას კითხულობენ ბიზნესმენები, თუ ქვეყანაში შევიდნენ თუ არ შევიდნენ. 2012 წლამდე თქვენი მიდრეკილებით ნაციონალური მოძრაობის ფანი ჩანხართ, 2012 წლამდე 127 პოზიცია ეჭირა საქართველოს და ბოლოდან მე-6 ადგილზე ვიყავით მაკროეკონომიკური გარემოს მიხედვით. და დღეს საოცარი გარდატეხა მოხდა და საქართველოს დღეს უსწრებს ისეთ მოწინავე ქვეყნებსაც კი მაკროეკონომიკური გარემოთი, როგორიცაა ბელგია, ირლანდია, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, იტალია, ესპანეთი, იაპონია და ესე შემდგომ. აი ეს ყველაფერი ერთად აღებული, ეხლა ამერიკა რო არ გაგიკვირდეს და იაპონია, ამ ხიბლს დამატების მაკროეკონომიკურ საჩენს კიდევ ის, რომ ეკონომიკა არის შესავსები, ესე ვთქვათ, ყველაფერი ასაშენებელი, გასაკეთებელია და ესეც გარკვეულ ხიბლს აჩენს ინვესტორებისთვის, მაგრამ სხვა სიტუაციები 127 ადგილზე იყო საქართველო. და აი დაპირებებს რომ მეუბნებით და დაპირებები ახსენეთ, რომ რაღაც დაპირებები არ შევასრულე. ძალიან გთხოვთ, კონკრეტულად მითხრათ, ჩემი დაპირება რომელი იყო და რომელი არ შევასრულე. დიახ, საუბარი იყო მაგალითად ჩვენ ავაღორძინებთ ჩაის კულტურას. თქვენ ფიქრობთ, რომ დღეს გურიაში ჩაის კულტურა აღორძინებულია? აღორძინებას, აი მაგაზე გაგცემთ ახლა პასუხს. ჩაის კულტურა იქნება. ისევ თხილზე მინდა კითხვა ბატონო ბიძინა რომ გავიგე ეს ხილიც გავიგე და ეს კითხვა ძალიან აბსტრაქტულია და არავითარი მაფია არ მართავს. დღეს ხილს გამორიცხულია ეს. გამორიცხულია და ზოგად სიტყვებს ისო გახვალთ ქუჩაში, ესეც ნაციონალური მოძრაობის ტერმინები გაქვთ გამოყენებული. როგორც არ ეუბნებოდი კვესიდაძეს და როგორც არ პასუხობ რუსთავი ორს, გადით ქუჩაში და თქვენ ნახავთ. გადით რომელი სახელმწიფოს ქუჩაში გგნებავთ? ამერიკაში ჩაგიყვანთ, გინდათ საფრანგეთში ჩაგიყვანთ და გაჭირებულებს უამრობას გაჩვენებთ. მაგრამ კიდევ ხას უსვავ, რომ ჩვენი ეკონომიკა არ არის ჯერ შესადარი ასეთი სახელმწიფოების. თუმცა 15 წელიწადს, რომელსაც მე ვამბობ 2030 წლისთვის, რომ ჩვენ ხელგვეწიფება და თუ ასეთი მიმართულებით, სწორი მიმართულებით წავიყვანთ ქვეყანას, ესეთ მთავრობა შევინარჩუნებთ, როგორც ხავს დღეს,
ჩვენ გვაქვს რეალური შანსი იმის, რომ 2030 წლისთვის მათი მსგავსი ეკონომიკა იყოს საქართველოში. მაგრამ ამ დროშიც თქვენნაირები ამის შემდგომაც ნახავენ გადით ქუჩაში და ნახეთ რა ხდება. ეს არის ბატონ ბიძინა, კონკრეტული მაგალითების პრობლემებზე შეკითხვას ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ მას აქვს გარკვეული ტიპის პოლიტიკური კუთვნილება. რა თქმა უნდა, ჟურნალისტი უნდა კონდეს და გააკეთეთ აპელირება ამ თემაზე და რა თქმა უნდა, როდესაც მოძრაობის ფანი არა. რატომ ამბობ ნაციონალური მოძრაობის ფანს? რომ როდესაც ჟურნალისტებს ვსვავს კითხვებს, ის უნდა იყოს არგუმენტირებული და ის უნდა იყოს მაგალითები მოყვანილი. და როდესაც ზოგად კითხვებს ამბობს, რომ ქუჩაში გადი და ნახე, გაჭირებული ადამიანი შეხვდება, აი სწორედ ესაა დემაგოგია ნაციონალური მოძრაობის. როდესაც ამდენ ციფრებს კითხულობ, სად ვიყავით და სად მოვედით? 4 წელიწადში რომ სახელმწიფო შენდებოდეს და ეკონომიკა ღორძინდებოდეს და მოწინავე ქვეყნებში შედიოდე, ყველა ესეთი იქნება დღეს და არცად აღარ იქნება გაჭირებული სახელმწიფო. 4 წლის განმავლობაში ყველა მოახერხებდა რაღაც ტიპის ხელისუფლების მოყვანას და რაღაც დიდ წარმატებებს მიიღებდნენ. ეკონომიკის აღორძინებას და ეკონომიკის აღზევებას სჭირდება დრო და ვინც იცის ეკონომიკა 15-20 წელიწადიც მათქმევინე 15-20 წელიწადიც არ არის დიდი დრო იმისთვის რომ ევროპის მსგავსი ეკონომიკა ავაშენოთ. თქვენ 4 წელიწადი უნდა გაანალიზოთ, სად ვიყავით ჩვენ და სად მოვედით, რა გაკეთდა ის რომ ლიდერები ვართ ზის ტემპით, ის რომ კრიზისია რეგიონში და თქვენ ახლა საოცრებას ითხოვთ რომ გადით და ნახავთ გაჭირებულს. გაჭირებულს 2030 წელს, როდესაც ვამბობ და ვახსენებ ტელემაყურებელს და ჩვენ საზოგადოებას, ეხლავე განუმარტავ. არ იფიქროთ რომ 2030 წელში საქართველოში გაჭირებულს ვეღარ ნახავთ. ან ნახავთ სახელმწიფოს ისეც თქვენ, სადაც გაჭირებული არ არის. ეს ყველგანაა და ეს ესე იქნება და განვითარება და როდესაც კი ჟურნალისტი სვავს კითხვებს და აუცილებლად კრიტიკული კითხვები უნდა დასვას, მაგრამ არა დემაგოგიური კითხვები. გადით ქუჩაში და ნახავთ. გადით ქუჩაში კი არ ნახავთ. აი ციფრები მოგიყვანეთ თქვენ. რა იყო, როგორ გაიზარდა ინვესტიციები, როგორია მშენებლობის ტემპი, როგორ გაიზარდა როგორ შემცირდა როგორ გაიზარდა სამუშაო ადგილები, რა ხდებოდა მაშინ, რა ხდება დღეს. გადინება თურქეთში საუბედუროდ. ჯერ კიდევ არის და ჯერ კიდევ რასაც მე ვამბობ 2030 წელიწადი. მიგრაცია ევროპაში მაინც არის დღეს ასე თუ ისე სახელმწიფოებიდან ერთიდან მეორეში გადადიან, მაგრამ ჩვენ ვიქნებით მსგავსი და არც 2030 წელს არ იფიქროთ რომ საქართველოში გაჭირებული ადამიანი აღარ იარსებებს. ქუჩაში გახვალ და გაჭირებულს ვერ იშოვნი, ან მათ ხوارს ვერ დაინახავ. ჩადით გინდათ ამერიკაში, გინდათ საფრანგეთში, გინდათ კანადაში, ნორმალურ სახელმწიფოში ყველგან ნახავთ. ეს არ არის შედარებითი ეკონომიკა. შემდეგ მე ჟურნალისტი მიცეთ საშუალება კითხვის დასმის. ტელეკომპანია გურია, თათია სამსონიძე. ტივი მოგესალმებით ბატონო ბიძინა. საარჩევნო ოლქების ახლებურ დაყოფასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ მაჟორიტარული ოლქების საზღვრები არ ემთხვევა ადმინისტრაციულ საზღვრებს, მაგალითად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნაწილი მოსახლეობის ირჩევს ფოთის მაჟორიტარს და ნაწილი ირჩევს ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარს. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს ფოთის მაჟორიტარი მაგალითად შრომის ან ნატანების მოსახლეობის პრობლემების ლობირებას პარლამენტში? მადლობა. კარგი კითხვა დასვით. რა თქმა უნდა, გადამატებით სირთულეებს აჩენს ეს, მაგრამ ჩვენ იძულებული ვიყავით, უბრალოდ ხელისუფლება იყო იძულებული, რომ ეს რეფორმა გაეტარებინა. რამე თუ ეს მოთხოვნაა, გახსოვთ დიდი დისბალანსი იყო, სადღაც 2000 კაცი ირჩევს, სადღაც 60,000 კაცი ირჩევს მაჟორიტარ დეპუტატს და ესე ვთქვათ, ევროპული სტანდარტებიდან იყო მოთხოვნა, პარლამენტმაც ეს მიიღო ესეთი კანონი. რა თქმა უნდა, ეს დამატებით პრობლემებს შექმნის და იმედია რომ ჩვენი ამომრჩეველი, ჩვენი საზოგადოება არის საკმაოდ გამჭრიახი და იმედია რომ ამ სირთულეებსაც გადავლახავთ. თუმცა შეიძლება ამან დამატებითი ხარვეზები გააჩინოს. გაზეთი ლანჩხუთის მოამბე ნინო ლომაძე. გამარჯობა ბატონო ბიძინა. მიკროფონი თუ შეიძლება თქვენი ხმა არ ისმის. გამარჯობა ბატონო ბიძინა. მოგესალმებით. მინდა ჯანდაცვასთან დაკავშირებით ამ ყველაზე წარმატებულ სფეროსთან დაკავშირებით, რომელთაც ძალიან სამართლიანად ამაყობს ქართული ოცნება, რამდენიმე კითხვა დაგისვათ. უпросторат ვილაპარაკო იმ პრობლემაზე, რომელიც ამ მართლა წარმატებული პრობლემის გურიაში ასე ამბობენ, ცხონებული კომუნისტების მერე 25 წლის განმავლობაში ხალხის სასიკეთო მეტი არაფერი არ გაკეთებული ჯანდაცვის პროგრამა რო შემოიღეს. ამიტომ ჩვენს მაქავარდა ასე ვფიქრობთ ნამდვილად, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომელიც აშკარად ჭრილს აყენებს, და არა მარტო ჭრილს აყენებს, ეჭქვეშ აყენებს, საფრთხეს უქმნის მის განხორციელებას. აი მაგათაც ამის შესახებ არა ფაქტებს მოიყვანს, თუ რა გონიათ ილუზია მაქვს, მე რომ ჯანდაცვა იდეალურია. ჯანდაცვაში ყველაზე დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ, რამე თუ ყველაზე მეტი ფინანსი მიმართეთ, მაგ მიმართულებით არ იფიქროთ, ეხლა რომ ვინმე რაღაც საოცრება ჩაიდინა. სერგეი გვარი ძალიან წარმატებული მინისტრი, მაგრამ მის წარმატებაში ძალიან დიდი წვლილია მთელი მთავრობის. ის რაც შევძელით ჩემი პრემიერობის დროს, ძირითადი თანხები, რაც მათ ჰქონდათ
და აგარაკებისა და ვერტმფრენების და დამატებით თვითმფრენების შეძენაზე, საკუთარი გუნდის ფუფუნებაზე მივმართეთ პირველ რიგში ჯანდაცვის მიმართულებით და შედეგი მივიღეთ. ეხლა შეგიძლიათ არ ჩამოთვალოთ, მე თავშივე დაგეთანხმებით. უამრავი პრობლემაა იგივე ჯანდაცვაში და მე შემიძლია დაგასროთ. თუ გნებავთ, დედაჩემი ახლაც საბატყოფოშია და დაგასროთ და მოგიყვეთ რამდენი პრობლემაა. თუმცა საჩხერის საბატყოფო არის აბსოლუტურად სტანდარტული ევროპულის და საუკეთესო ევროპული საბატყოფოს დონისაა. როგორი პრობლემები გვაქვს? ექიმების კვალიფიკაციაში პირველ რიგში და ეს პრობლემა დიდხანს გაყვება კიდევ, ეს სწრაფად ვერ აღმოფხვრით, ნახეთ მასწავლებლებზე კვლევა, ეს საზოგადოება კიდევ ერთხელ მივანიშნებ, რომ მთლიანობაში ერთი საზოგადოება ვართ ჩვენ და მისი ცალკეული შემადგენელი ყველა საჭიროებს ოდნავ მაგლებს, მაგრამ ყველა ერთად საჭიროებს ძალიან პრინციპულ განვითარებას და წინსვლას. ამ ხრივ ხალბატონო შეგიძლიათ არ შემახსენოთ და არ ჩამოთვალოთ. ეხლა მე აღარ ჩამოთვლი და თავს არ შეგაწყეთ, იქ რამდენი შეცდომები იქნა დაშვებული თუ გნებავთ. დედაჩემთან დაკავშირებით, რომელსაც მე ძალიან აქტიურად უყურებდი, ფეხი მოიტეხა დედამ და ჩავყევი რამდენი. მაგრამ ხალბატონო, 4 წელიწადში ვერც ჯანდაცვა და ვერც ზოგადად ეკონომიკა მთავარია რომ ჩვენ გქონდეს პროგრესი, მთავარია ჩვენ გქონდეს ტენდენცია, მთავარია სწორი მიმართულებით ქვეყანა იმართებოდეს და ვაკონტროლოთ ხელისუფლება სწორად, რომ ხალხს მოემსახუროს, სწორედ დახარჯონ ბიუჯეტის ფული, სწორი მიმართულებით მიცემ იმ მცირე თანხებს, რაც დღეს ბიუჯეტშია. აი ეს ამთავარი, აი ეს უნდა ვაკონტროლოთ ჩვენ. ჯანდაცვაში, რამდენსაც გინდათ, მე აი საათობით ვერ გამაჩერებთ, იმდენ ჩამოგითვლით პრობლემებს. ჯერ ეს თანხებიც არ არის საკმარისი, რაც გამოიყო და ბიუჯეტს მეტი საშუალება არ აქვს, მაგრამ სწორი სტრატეგია, სწორი დაგეგმარება, სწორედ ნაწილდება ის დუხჭირი ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და მეტი აქტიურობა უნდა მიიღოთ ბიუჯეტის განაწილების დროს. სწორედ წლის ბოლოს, როდესაც ბიუჯეტი ნაწილდება, ჟურნალისტებმა და მთლიანად საზოგადოება მეტი უნდა იაქტიუროს, რომ რამდენად სწორედ განკარგავს ხელისუფლება ბიუჯეტს. ის შემოსავლები, რასაც ღებულობს ბიზნესიდან ანაკრეფების სახით, მთავრობა როგორ სწორედ ანაწილებს. ჯანდაცვა იყო 90% დანაზოგი ჯანდაცვაზე მიმართეთ. მივიღეთ შედეგი. ხალხი აღარ იხოცება ისე როგორც იხოცებოდა უკაცრავად, ესე უხეშად გამომივიდა ცოტა. სახკარს აღარ ყიდის და აღარ აგირებს ზური ოპერაციების ფინანსება და ესე შემდგომ, მაგრამ ხარისხი და კიდევ ბევრი პრობლემა არის, რა თქმა უნდა, კვალიფიკაციის გარდა. დავით ჩერგენკომ, ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მინისტრმა, თუ არ ვწდები გაზეთკვირის პალიტრაში, გააკეთა ასეთი ოფიციალური განცხადება, რომ ღმერთმა ნუქნას, კერძო კლინიკებმა ერთ დღეს პროფილი რომ შეიცვალოს, ქვეყანა დადგება კატასტროფის წინაშე. მე ამის აქეთკენ მინდა თქვენი ყურადღება მევაპყრო. შეიძლება გაგიმართავთ თქვენს და მაგალითად მე გავიგე რა გაქვს ფედერალობაში. კერძო კლინიკები უნდა არსებობდნენ ყველა ქვეყანაში და არსებობს კიდეც, ზოგიერთ ქვეყანაში მთლიანად კერძოა მკურნალობა და მედიცინა და ჯანდაცვა. ჩვენ შემთხვევაში არის იდეალური, მე მგონი, ვნახეთ იდეალური მოდელი, იდეალური აი თქოთ ინგლისის მსგავსი, რომ სახელმწიფოს მონოპოლიას არ კარგავს ჯანდაცვაზე. თანხებსაც ამიტომ ამდენს გამოყოფს და დაზღვეულია ყველა მოქალაქე. სახელმწიფოში საკუთრებაში არსებული კლინიკების რაოდენობა უნდა იყოს რაღაც პროცენტი, რასაც სერგენკო აცნობიერებს და მთელი გუნდი ვაცნობიერებდით და ეს პროცესიც მიმდინარეობს, ესე ვთქმეულია. ესე ძალიან რთულია იგივე ონკოლოგიური რომ ნახოთ ცენტრალური თბილისში რა დღეშია რესპუბლიკური საბატყოფო ის რემონტ საჭიროებს და ჯგუაზე მოყვანას ესე ვთქვათ ფული არ ყოფნის დაცული იქნება ის, რომ კერძოებს არ ექნებათ მონოპოლია. სახელმწიფოს ექნება საშუალება იმისა, რომ კერძო კლინიკებმა, ესე ვთქვათ, ვერ მოახერხონ და შანტაჟი ვერ გაუკეთონ სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემას. ამ ხრივ საკმარისი რაოდენობის საბატყოფოებს შეინარჩუნებს და საკმარისი რაოდენობის საწოლებს შეინარჩუნებს სახელმწიფო ჯანდაცვა და შესაბამისად ესეც დამატებითი ამას ახლა ვერ განმარტავთ. ჯერ მე არ ვარ დიდი სპეციალისტი. მე გაგვიჭირდება ამ თემაზე ახლა ჩვენ რომ წავიდეთ. ძალიან მინდა რომ პოლიტიკაზე მეტი ვისაუბროთ, ხალბატონო. გაზეთი ალიონი ნუცარესათიან, თუ შეიძლება. მთელი თემაა, ხალბატონო, არ გვეყოფა ამდენი დრო. გაზეთი შევახსენო ბატონ ბიძინა ძალიან გთხოვ, იმიტომ რომ ეს ლანჩხუთელებმა დამაბარეს. ბატონმა ბიძინამ 2012 წლის აღარ მახსოვს სექტემბრის თვეში პირველად საბრძანდებოდით ლანჩხუთში და დიდი წვიმის მეგობრები დავარქვი ლანჩხუთელებს მაშინ და დღესაც წვიმის მეგობრები, აი წვიმის მეგობრები გითვლიან. თქვენ დავკვირდით, რომ შეიძლება არ იყოს ეს საჩხერის სტანდარტების ავამტყოფოთ, მაგრამ მე ლანჩხუთელებს ავიშენებ ავამტყოფოს. დაანგრეული, დაფუნგული, დაქცეული ავამტყოფო ადითის ხალობით
დღეს სულ ზღაფავს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობი და ერთი პატარა ფლიგელის გარემონტება ხდება. მე არ ვიცი, შეიძლება ერთი წუთი ძალიან გთხოვთ ამის უკან. არ არის გამორიცხული რომ თქვენი პიროვნება იყოს, იმიტომ რომ თქვენ არ გიყვართ თქვენი საქმეების აფიშირება, მაგრამ თუ მეორე სართული არ დაგჩენდა, თუ საოპერაციო ბლოკი არ იქნება, თუ ლიფტი არ გაკეთება, ჩათვალეთ რომ ეს შუაზე ბოლომდე მიყვანილი საქმე არ იქნება და ჯერა რომ თქვენ დანაპირებს შეასრულებთ. დიდი მადლობა. შეიძლება ჩემი კითხვა ვრცელ პასუხს მოითხოვს, მაგრამ იგი საზოგადოებისათვის საინტერესო იქნება და ამიტომ წამყვანებთ ხოლმე რამდენიმე წუთი დამითვალ. ბატონო ბიძინა, თქვენ ხშირად საუბრობთ ნაციონალებზე და თქვენი მადამი დამოკიდებულება ვიცით, მაგრამ საზოგადოებისათვის საინტერესო იქნება როგორ ფიქრობთ სხვა პარტიებზე, თავისუფალ დემოკრატებზე, რესპუბლიკელებზე, ბურჭულაძე, ვაშაძე გირჩის გაერთიანებაზე, პატრიოტთა ალიანსზე, ბურჯანაძე დემოკრატებზე და ლეიბორისტებზე. კარგია. კარგია, რაც მინდოდა გურიაში მოვიდა პოლიტიკაზე ვისაუბროთ, მე თქვენ მესმის კალბატონო, რომ ეკონომიკური პრობლემები და სოციალური პრობლემები ძალიან გვაინტერესებს, მაგრამ არჩევნების წინ ვართ და ძალიან გთხოვდით შემდგომშიც რომ იქნება ეს კითხვები განვავრცოთ. საინტერესო კითხვა დასვით, ოღონდაც ყველაზე ერთად ჩაკითხვის სახით წავიდეთ. მე დავიწყებდი თქვათ ვით იქნებათ რომ დავიწყო, რომელი პარტიით დავიწყო, თავისუფალი დემოკრატები დავიწყოთ. თავისუფალი დემოკრატებით, კი ბატონო. მინდა რა მოკლედ გიპასუხოთ და რამდენად გამოვივა მოკლე პასუხი, ან ფართოდ გავშალო, სხვას ვერ მოვასწრებ ყველას ერთად. თავისუფალი დემოკრატები ზოგადად რომ დავახასიათოთ პარტიამ აჩვენა საკუთარი სახე ჩემი აზრით და ბოლო წლების განმავლობაში არც თუ ისე კარგად. რა მაქვს ხედულობაში, თავისუფალი დემოკრატები იყვნენ კოალიციის წევრი პარტია. გახსოვთ როგორ გადადგნენ, როგორი რიხით წავიდნენ კოალიციიდან და განაცხადეს რომ პროდასავლური მიმართულება შეცვალა ქართულ მოოცნებამ და ამით უტოვებენ პარტიას. რამდენიმე კვირის შემდგომ რამის ბოდიშევის მოხდა მოუწიათ რომ თურმე ეს არ ქონიათ ხედულობაში. აშკარად ვერ ქონდათ დალაგებული და გააზრებული. მათი ლიდერი მუდამ ამბობდა და ამბობს დღესაც რომ რაღაც პირადი პატიმრებია ივანიშვილის რაც მოხდა თავდაცვაში. თავდაცვაზე უამრავი განცხადებები მქონდა მე პრემიერობის დროს კიდევ გაკეთებული რომ სწორედ იქ ტენდერები არ ჩატარდა, იქ ხალხი იწამლებოდა და ყველანაირად ვცდილობდი რომ ასეს პროცესები და ეს პრობლემები მოეგვარებინა, მაგრამ ისე წამოვედი რომ დალაგებული კიდევ არ ქონდა. შემდგომ განცხადებები საერთოდ თქვათ აბსოლუტურად უსაფუძვლო იმისა რომ იქ მოსამართლეზე ხდება თქვათ ივანიშვილისგან ისევ რა თქმა უნდა ალასანი ამბობს რომ ხდება ძალადობა და მოსამართლე ეძებს თავშესაფარს საზღვარგარეთის ქვეყანაში. მერე გამოდის მოსამართლე და მსგავსი არაფერი არ ხდება. ექსპერტზე მიდის ზეწოლა ამ სასამართლო პროცესს შეგახსენებთ. ჯერ ერთი რომ პროკურატურა თქვათ არის პოლიტიზირებული, ახალი გამოსული კაცი ამბობს ამას კოალიციიდან, იგივე პროკურატურის ფორმირებაში რომელმაც მიიღო მონაწილეობა, მეორე დღეს როგორც თვითონ გაუჭირდა რომ ექსპერტზია ზეწოლა დიდი ამას აცხადებს კვირეობის განმავლობაში, მე ამბობს რომ ექსპერტი მოიტაცეს. ალასანია გამოდის და თვითონ ამბობს რომ მოიტაცეს ექსპერტი. მეორე თუ მესამე დღეს გამოდის ექსპერტი და არსად არ მოუტაცნიათ და ხედავთ რომ აქაც სრულობს. უამრავი სიცრუის ტირაჟირება და აჟიოტაჟი დაატრიალეს და ძალიან ხშირად საუბედროთ რიტორიკა ალასანიას თანხვედრაში მოდის ბოკერიას რიტორიკასთან იგივე თქვათ რუსთავი 2 და რუსთავი 2-დან რომ ეს არის ბოლო პლაცდარმი თავისუფალი მედიის საქართველოში და ესე შემდგომ და აქაც ძალიან ბევრი სიყალბე და სიცრუე მოდის და ზოგადად რომ თქვათ რომ რაც ჭირს თავისუფალ დემოკრატებს და ამ გუნდს დანარჩენ წევრებზე თქვათ უფრო დაწვრილებით მე შემიძლია სხვა დროს დემოკრატებზე უფრო ფართოდ გავშალო ეს რამე თუ დღეს პირველად დავიწყოთ პარტიების შეფასებას ვცდილობ რომ ძალიან მოკლეზე ჩავიდე რომ მთელი გუნდი ესე ვთქვათ დაუდგა თავის ლიდერმა რომელმაც რამდენიმე თვით ადრე თავდაცვის მინისტრი აცხადებს რომ პარტიის თავმჯდომარედ ბრუნდება რაც ნონსენსია პრინციპში უამრავი კითხვის ნიშანი გააჩინა იმის შემდგომ როდესაც პროკურატურა შევიდა თავდაცვის სამინისტროში და იქ კითხვები გაჩნდა კაბელების თემასთან დაკავშირებით და დღესაც ხელმოწერებს აგროვებენ რომ თურმე საქართველოს სამართალი არ არის და როგორმა ხელმოწერებით ხალხმა უნდა გამოუშვას ეს პატიმრები და ეს თელმა გუნდმა ეხლა ალასანია შეცდომები და ამდენი სიცრუეს ლიდერი გამოდიოდეს და საუბრობს მოსამართლე გარბის მერე ექსპერტი მოიტაცეს. ნუ ეხლა ამ კაცს კიდევ რამე დაეჯერება, მე არ ვიცი, რომ ბოდიშიც არ მოუხდია, რომ ამდენ ტყუის ლაპარაკობს და გუნდის სხვა დანარჩენი წევრები, რომლებიც ცდილობენ სახის შენარჩუნებას და მშვენივრად იციან, რომ იქ ივანიშვილის პატიმარი არ არსებობს ჩემი პირადი ინტერესი მსგავს საკითხებში და გამორიცხულია, მიყვებიან ლიდერის დინებას.
თავიდან ბოლომდე ლიდერი რომ ყოფილიყო ალასანია უნდა გადამდგარიყო იმის შემდგომ როდესაც პროკურატურა შევიდა იქ უნდა წასულიყო და მიეცა გუნდისთვის მუშაობის საშუალება და ესე შემდგომ უამრავი კითხვები ჩნდება მაინც გუნდი მინდა ესე შევაფასო რომ გუნდის სხვა დანარჩენი წევრები ერთ კაცზე მორგებულნი არიან და ცდილობენ რომ როგორიმე არ უღალატონ ალასანიას ასეთი გუნდი ჩვენ უფრო დიდი და უფრო ძლიერი აგერ ყავს ხვირწინ და აგერ უყურებდით 9 წლის განმავლობაში ერთ კაცზე მორგებული გუნდი იყო და ერთ ამ გუნდზე ამუშავებდნენ მთელ სახელმწიფოს. მე მივანიშნებდი გუნდის წევრებსაც, თვითონ ალასანიასაც და სხვა დანარჩენ პოლიტიკოსებსაც. არა, ესეთი პოლიტიკა და ესეთი პოლიტიკური პარტია არ ჭირდება სახელმწიფოს მართვისთვის. გუნდი რომელიც მოვა მისთვის მეგობარი და ნათესავი უნდა იყოს მთელი საქართველოს მოსახლეობა, მთელი საზოგადოება და არა პატარა ჯგუფი. პატარა ჯგუფი უფრო დიდი დემოკრატებზე გაცილებით დიდი ნაციონალების სახით ჩვენ ვნახეთ ჯგუფური მართლობის შედეგი და მივიღეთ და ვიწვნიეთ ძალიან კარგად რომ სააკაშვილი და სააკაშვილზე რამდენიმე გაფეოდალებული გუნდის წევრები ერთ ჯგუფზე ამუშავებდნენ მთელ ქვეყანას ხალხს კი არ ემსახურებოდნენ მთელ ქვეყანას ამუშავებდნენ მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის ეხლა ის რომ ალასანიას გაუჭირდა და ეს მთელი გუნდიც აეკრო ალასანიას ეს ჩვენ უკვე ვნახეთ აგერ გვაქვს ხვირწინ ყველაფერი არა ესე არ გამოვა ესეთ გუნდს საზოგადოებამ ხმა არ უნდა მისცეს გასაგებია რომ პატივსცემენ თავის გუნდის წევრს რომ ესენი არიან მეგობრები რომ მეგობრობა იციან კი ბატონო დასაფასებელია მაგრამ სახელმწიფოში მოდიან სამართავად ესე რომ სამეგობრო მართოს და სამეგობრო მიიღოს ხოლოდ არა ეს აღარ გვინდა ეს გქონდა ჩვენ მათ უნდა შეძლონ თუ პოლიტიკაში არიან ნათესაობაც უნდა გადალახონ რაც ვერ გადალახა მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრმა და იმ გუნდიდან არ მოსულმა მანაც გააკეთა აბსოლუტურად გაურკვეველი განცხადებები მათ უნდა შეძლონ და საზოგადოებას აჩვენონ რომ ყველასთვის თანაბრად ზრუნავენ და არ ზრუნავენ გადაჭარბებით საკუთარი გუნდის წევრებზე აი ეს მაგალითები ჭარბად აჩვენა სწორედ ქართულმა ოცნებამ დავიწყოთ ხვედელიძით გავიხსენოთ კირვალიძე რომელიც იყო ჩემი ფავორიტი მინისტრი და დღესაც ფავორიტია და ძალიან დიდ პატივს მისი პირადი თქვათი გადაცნობა არ დამტკიცებულა გამოძიების პროცესში მაგრამ იქ იყო შეკითხვები აბსოლუტურად როგორ გაჭირებულ დღეში ვიყავი მე მაშინ მთავრობის მეთაური გაიხსენო და კარგად იციან ჰამენბერგი რომელიც არის სამართალდამცავი ევროპელი რომ როგორ პატივს ამერიკის ელჩს ყველანი ლობირებდნენ და თხოვდნენ კირვალიძეს როგორმე კირვალიძეს არ ვიკადრე და არ დავიჭირე კირვალიძეს ხარე ისევ არ დავიჭირე პროკურატურის ხარე ესენი ორივე სახელმწიფო სტრუქტურის შემადგენლები არიან როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ისე პროკურატურა კირვალიძე გამორჩევით იყო ჩემი ფავორიტი მინისტრი მაგრამ მე პირველი ურჩიე სანამ არ დასრულებულა კარგი იქნება თუ გადადგებით ის კულტურულად მოიქცა ამის შემდგომ ნახეთ აი თქვენთან ნასაგირალზე ნახეთ გამგებელი დაიჭირეს არჩევნები წავაგეთ კი ბატონო აი ვასრულებ აი ესეთი უნდა იყოს ჩემო ბატონო დამოკიდებულება თუ მოდიხარ სახელმწიფოს სამართავად კეთილი ინებე და ფავორიტები და მეგობრობა გუნდის აღარ არის საჭირო იმეგობრეთ კარგია მეგობრობა ქართველები ძალიან ვაფასებთ მაგრამ სამეგობრო უნდა იყოს მთელი საქართველო და არა ერთი ჯგუფი რეკლამის შემდეგ მოვისმენთ სხვა პარტიების შესახებ ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით. ტელეკომპანია GDS-ის პირდაპირ ეთერში ბრუნდება წინასაარჩევნო პროექტი შეხვედრები რეგიონულ მედიასთან. ჩვენ შეკითხვებს ბიძინა ივანიშვილი პასუხობს და ბატონო ბიძინა, ვიდრე პარტიების დახასიათებას გააგრძელებდეთ ორ ჟურნალისტ დარჩა კითხვები დასასმელი და მე მინდა მათ საშუალება მივცეთ დასვათ კითხვები. ხო და არა ნონა გიგინეიშვილი. მოგესალმებით ბატონო ბიძინა, გაზეთი ხო და არა ლანჩხუთში არსებობს. მე მაინც მინდა პრესის ინტერესებიდან გამომდინარე შეგეკითხოთ. დიდი იმედი მქონდა, რომ თქვენი კოალიციის მთავრობაში მოსვლის შემდეგ პრესას გაცილებით უკეთესი პირობები შეექმნებოდა სამუშაოდ. გულისხმობ რას? გასაგებია, რომ პრესა თვითდაფინანსებაზეა, მედია თავისუფალი მედია და პირველ რიგში ეკონომიკის აღმასვლა, მრეწველობის განვითარება და შემდეგ გამოიწვევდა იმას, რომ პრესასაც ხელსაყრელი პირობები შეექმნებოდა. არ მოხდა პროპორციულად ეს, მეც გეთახმებით შეკითხვაში. სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, ახლა რატომ? იმიტომ რომ ფაქტიურად ვერ დარჩა შესაძლებელი, რომ 4 წელიწადში ეს მნიშვნელოვანი შეიცვალა კანონმდებლობაც, იცით, რომ კანონმდებლობაც რო შეიცვალა, ესეც იცით მედიასთან დაფინანსებასთან დაკავშირებით. იმაშიც იყო ილუზია იმისა, რომ ეს გაზეთების ხვეთს გააუმჯობესებდა, მაგრამ როგორც მე ვიცი, არ მომხდარა
არანაირი გაუმჯობესება არ მომხდარა. ეხლა რომ არ იფიქროთ რომ თქვენც როგორც ჩემს კოლეგაზე თქვით რომ ნაციონალური მოძრაობის ფავორიტია, ეს რომ არ იფიქროთ ამის დასტურად დასამტკიცებლად იმას გეტყვით რომ საქართველოს მასშტაბით ერთადერთი მედია საშუალება ვართ, რომელიც წინა მთავრობის დროს საგადასახადო წნეხის ქვეშ მოექცა. ესეთი პრეცედენტი იყო. მე სხვა ინფორმაციას არ ვფლობ რომ დიახ და ველოდი ამასთან ერთად იმას რომ იქნებოდა საგადასახადო შეღავათები რაღაც მედიის მიმართ, რაც არ განხორციელებულა და ზოგადად მე გეთანხმებით, რეპლიკებით ვცდილობდი ჩარევასაც რომ მეც გქონდა ის ილუზია რომ განსაკუთრებით კანონმდებლობის შეცვლის შემდგომ აი რეკლამასთან დაკავშირებით რომ ბეჭდურ მედიას უფრო მეტ საშუალება ექნებოდა და გაიზრდებოდა სარეკლამო ბიუჯეტი. მე მგონი რომ როგორც მე ვიცი, თქვენ არ ვიცი როგორ ინფორმაცია გაქვთ, მკვეთრი ზრდა და საერთოდ ზრდა მოხდა თუ არა იმ 50 მილიონ დოლარზე იყო საუბარი ზოგადად სარეკლამო ბიუჯეტის. საერთოდ რა თქმა უნდა ეკონომიკამ და ეკონომიკის აღორძინება საფუძველია ყველაფრის და მათ რიცხვში მედიის განვითარებისაც ესაა, რეკლამაც შესატყვისად ძვირდება, როდესაც ეკონომიკა აღორძინდება და მეტი ყურადღება ექცევა გაზეთებს და მეტად ფინანსდება. სამწუხაროდ არა მაქვს რეცეპტი ახლა რომ როგორ შეიძლება ეს მკვეთრად შევცვალოთ. ისევ როგორმე უნდა მოახერხოთ ისევ რომ ეკონომიკის სიდუხჭირდან ამოსვლასთან ერთად მედიასაც მეტ საშუალება ექნება დაფინანსების. აი საგადასახადო კანონმდებლობაზე თუ გაქვთ შეკითხვები, კანონმდებლობაზე თუ აქვს შეკითხვები რომ შეღავათები და ეს უნდა დაისვას საკანონმდებლო დონეზე, მე არ მაქვს ახლა მზაპასუხი ამაზე როგორ გიპასუხოთ. კითხვაც შეიძლება საჯაროდ დასვათ წერილობით და განვიხილოთ ერთად. ია მამალაძე გურიანიუსი. მოგესალმებით, მივესალმებით დარბაზს, ჩვენს ტელემაყურებელს, მე გახლავართ გურიანიუსის გამომცემელი ია მამალაძე, ამავე დროს წარმოადგენს საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრს. აქ თემას ძალიან მოკლედ შევეხები, საგადასახადო შეღავათები დღეისთვის ბეჭდურ მედიას აქვს საქართველოში და ამის გამო სექტორალური ცოტა გაუგებრობაც კი ტელე და ბეჭდურ მედიას შორის, რადგანაც ტელეჟურნალისტები ამ შეღავათებით ვერ სარგებლობენ. ეს გახლავთ რომ მოგების გადასახადიდან მოგების გადასახადიდან თავისუფალი არის ბეჭდა რეალიზაცია სარეკლამო შემოსავლები. ასე რომ ეს ამ ხელისუფლების დამსახურება არ გახლავთ, მაგრამ ის გახლავთ დამსახურება რომ ეს შეღავათები არ გაუქმდა ახალი ხელისუფლების პირობებში და ეს კარგია რომ ასია. რაც შეეხება რეგიონულ ამბებს და განსაკუთრებით გურიაში მიმდინარე ამბებს, მე ძალიან მიხარია რომ ჩვენი სატელევიზიო ფორმატი დაუბრუნდა ამას, რადგანაც ქალბატონ ათიასაც ემახსოვრება რომ 6-7 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე ფაქტები, რომელიც დღეს რატომღაც სამწუხარო და რატო სამწუხარო თამაში შევეხები მოკლედ, ოცნებისთვის არის სარეკლამო კამპანიის საფუძველი, მოგროვებულია ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ რეგიონებში, მაშინ ორიოდე ძალიან პატარა ტელევიზიის გარდა თბილისში და სულ რამდენიმე მედია საშუალების გარდა რეგიონებში ამ მძიმე თემებს არავინ არ ეხებოდა და ეხლა ჩემი შეკითხვა. და ეს ახალი ფორმატი არაა და განსაკუთრებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე ალბათ მნიშვნელოვანი რომ ჩვენ ამ ფორმატს ისევ დაუბრუნდეთ, რადგანაც მე მინდა გამოვეხმაურო ჩვენს კოლეგას კორპორატიული თანამდგომის მიზნითაც ის უმძიმესი ფაქტები, გადაცდომები, მძიმე სატენდერო შესყიდვები იქნება ეს თქვენც ბრძანეთ რომ ხელისუფლება რომ არ გადავარდეს იმ კალაპოტიდან რომელსაც ქვია ნორმალური განვითარება, ჩვენ ამისთვის საჭირონი ვართ და მკაცრი და რა თქმა უნდა არგუმენტირებული ფაქტების მოხმობით ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ კრიტიკულად განწყობილები. ასე რომ არ იყოს მაშინ მე მგონი არ ექნება განვითარებას, კი რაღაცა სხვა გზით წავალთ და დავემსგავსებით წინა ხელისუფლებას. ბატონო ბიძინა, მე ჟურნალისტი ვარ და თქვენთან შესახვედრად რადგანაც საინტერესო რესპონდენტი ბრძანდებით მოვემზადე რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ გადავხედე გურიის განვითარების სტრატეგიულ გეგმას. არ ვიცი იცნობთ თუ არა ამ გეგმას, არც იმისი მედია მაკრო დარბაზშიც კი ბევრი იცნობს ამ გეგმას. ქართულ ოცნებას 4 წლის განმავლობაში შეეძლო ამ დოკუმენტზე ემუშავა უფრო მყარად, მით უმეტეს რეგიონების მიხედვით და მაშინ მას არ ექნებოდა ვრცელი პერიოდი იმისთვის, რომ მოემზადებინა წინასაარჩევნო პროგრამა. თქვენ ბრძანეთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ სარგებლობს პოპულარობით. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ
ერთადერთი ყველაზე მთავარი მტერი ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, მტერი ბრჭყალებში, პოლიტიკური მტერი, დამარცხებელი შეიძლება ისევ ქართული ოცნება იყოს. თუ კი მას არ ექნება მკაცრად ჩამოყალიბებული რეგიონული განვითარების აქცენტები და ეს არ იქნება ფართო შეთანხმების, საზოგადოებასთან შეთანხმების საგანი. მადლობთ. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით დასმულ კითხვაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს ქვეყნის განვითარების სტრატეგია, სტრატეგიული გეგმა და მათ რიცხვში რეგიონალურ და მათ რიცხვში გურია და რა თქმა უნდა, საზოგადოების ფართო ჩარევით და მათი მონაწილეობით უნდა მოხდეს ასეთი გეგმის შეჯერება და დამტკიცება. აბსოლუტურად გეთანხმებით მე, რამდენად მოგწონს და არ მოგწონს, კარგი იქნება რომ უფრო მეტი აქტიუროთ, მეტად მისვდეთ თქვენ ხელგეწიფებათ ეს და ხელისუფლებას და მიაწვინოთ რა არ მოგწონს და რა მოგწონს და საზოგადოებაც უფრო მეტად გააქტიუროთ. ეს პარტიული სტრუქტურის სისუსტის ბრალი ხომ არ არის, იქნება ორიოდე სიტყვის. საერთოდ შემიძლია გითხრათ პარტიულ სტრუქტურებზე და პარტიაზე, ქართულ ოცნებაზე მათ რიცხვში, რა თქმა უნდა ეს პარტიაც ვითარდება ისევე როგორც სხვა პარტიები და კიდევ ერთჯერ გავუსვავ ხაზს, რაც ჩემს გამოსვლაში უკვე ვთქვი, რომ ჩვენ მთლიანი საზოგადოება ვართ და მის შემადგენელი ნაწილია ეს პარტიული ისტიბლიშმენტიც, სუსტი ეკონომიკა და სუსტი სხვა მედია თუ სხვა რასაც გავიხსენებთ. ყველაფერი თანხმედრაშია და რა თქმა უნდა ეკონომიკური სპექტრიც არის საკმაოდ სუსტი, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობა და რეგიონში ეს შეიმჩნევა და ესე უნდა იყოს. უნდა იყოს, კარგი კი არა ესე კი არ მაქვს ხედულობაში. თუ ჩვენს გამოცდილებას, ჩვენს პრაქტიკას, ჩვენს უახლოეს წარსულს გადავხედავთ, დაახლოებით ესეთი უნდა იყოს ეს მაქვს ხედულობაში. თავარია რომ ისე დავგეგმოთ და გეგმაზე აბრძანეთ და გეთანხმებით აბსოლუტურად სტრატეგია ისეთი ავიღოთ რომ განვითარებას შეუწყოთ ხელი მისას, რომ შემდეგ წელიწადს იყოს უფრო განვითარებული და რამდენიმე წლის შემდგომ უკვე იყოს კარგად განვითარებული პოლიტიკური ისტაბლიშმენტი მათ რიცხვში რეგიონებში. რა თქმა უნდა ეს პრობლემაა. არჩევნები ჩავატარეთ, გამგებლების რამდენი დრო გავიდა, არაფერი არ გასულა. ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა არის ერთ-ერთი პრინციპული, რამაც ამას ხელი უნდა შეუწყოს განვითარებას და უნდა შევეცადოთ გავაღრმავოთ ეს რეფორმა. რამე თუ არ მოახერხე და არ აირჩიე და არ დანიშნე ისე ვერ ისწავლე და პრაქტიკას ვერ მიიღებ, ახალ არჩეულებს ძალიან უჭირთ, ჩვენ არ გქონდა ეს პრაქტიკა კიდევ გეუბნებით და ესე არ იმართებოდა, ერთი კაცი მართავდა ცენტრიდან და ყველაფერს წყვეტდა და როგორი ეფექტური იყო, კარგად ნახეთ. ეს არის ამის გასაღები და რომ სწრაფად ვერ მივიღებთ ჩვენ განვითარებულ პოლიტიკურ სპექტრს, ეს გასაგები უნდა იყოს, ეს მაქვს ხედულობაში. ალბათ ესეც უნდა ყოფილიყო და ამას უნდა შევეგუოთ, მაგრამ შევეგუოთ იმას, რომ გაგებით მოვეკიდოთ, არა შევეგუოთ. უნდა ვეცადოთ, მოვითხოვოთ, ვაკონტროლოთ, ვაკრიტიკოთ, რომ მომავალში მივიღოთ უფრო განვითარებული. მოდით რამდენიმე წუთი დავუთმოთ ისევ პარტიების შესახებ, თქვენი მოვისმინოთ თქვენი პოზიცია და შემდეგ უკვე დარბას მივცეთ საშუალება რომ კითხვები დაგისვან. მე მანამდე მაინტერესებს. დარბას მე ვახერხებ ტელემაყურებელს რო უთხრა, ვახერხებ შესვენების დროს უფრო მეტი ვისაუბრო დარბასთან და ამით ცოტა ვთქვათ რესპუბლიკელების შესახებ არის საინტერესო თქვენი პოზიცია. მათი კოალიციიდან გასვლის შემდეგ, მათი მინისტრების თანამდებობებიდან წასვლის შემდეგ მე პირადად არ მახსენდება თქვენი შეფასება. რა შანსი აქვს რესპუბლიკელებს და რას ფიქრობთ მათზე? ეხლა რაც შეეხება შეფასებას პარტიების და ისიც რომ გურიაში ვარ და გურულებთან ერთად თუ გავაანალიზებ და ვერ ვასწავლე გურულებს მეთქი, კარგად აქვთ პოლიტიკა მართლაც გაცნობიერებულ და კარგად იციან. მე მგონი რესპუბლიკური პარტიაც ესეთია, ერთადერთია პარტიათაგან რომელშიც საზოგადოება ჩემ დახმარებას არ საჭიროებს და მე მგონი ჩვენივრად აფასებენ რესპუბლიკურ პარტიას უჩემოთაც. რესპუბლიკური პარტიის თქვათ პლუსი, რაც ხშირად მithქვავს და დღესაც შემიძლია გავიმეორო, არის ის რომ დიდი ძველი პარტიაა, ჩვენს უახლოეს ისტორიას თუ გავიხსენებთ, ძველი პარტიაა, თანმიმდევრულობით გამოირჩევა, იცავენ თქვათ ელემენტარულ წესებს, რაც აუცილებელია თქვათ პოლიტიკური პარტიის არსებობისთვის. ძალიან უყვარს პროცედურული დემოკრატია და ესე შემდგომ. სხვა დანარჩენი ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს რესპუბლიკურ პარტიას, 1%-იც არ ეკითხება დღეს და არ იკითხება გამოკითხვებში, რაც ვნახეთ ჩვენგან თუ სხვისგან. და მე ფიქრობ, ამას აქვს მიზეზი და საოცრად სწორედ აფასებს საზოგადოება, ჩემი აზრით, რესპუბლიკური პარტიის რეიტინგსაც და რატომ? რა მიზეზი აქვს? იგი ძირითადი, რაც არ შევჩერდეთ და რაც თქვი თავისუფალ დემოკრატებზე, თუმცა ესეთ სწავე ფორმებში არა, რომ თქვა სამეგობროდ ჩამოყალიბდა. რესპუბლიკური პარტიას თუ მოკლედ ვიტყვით და შევეცდები ძალიან მოკლედ თქვა, რესპუბლიკური პარტიისთვის სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება რესპუბლიკური პარტია და სრულდება ზუსტად იქ, სადაც ტარდება რესპუბლიკური პარტია. დანარჩენ სახელმწიფოზე თუ განვაზოგოდებთ, თქვა, ესეთი წარმოდგენა აქვთ, რაც რესპუბლიკურ პარტიაში არ შედის. მიღმარჩება, რომ ილია ჭავჭავაძე არც თუ ისე კარგი კაცია, კი არ ვციტირებ მათი წევრების გამონათქვამებს, უკეთებ სწორი ინტერპრეტაციას
და ვიღაც დამყრობელი არც თუ ისე ცუდი კაცია. აი ესეთი გამონათქვამები ხშირად გვესვით მათგან და განათლებულობით, დამძიმებული თავებით ხშირად ესეთ შეფასებებს აკეთებენ და საზოგადოება ამას ადეკვატურად პასუხობს. საერთო ჯამში თუ შევაფასებთ კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით რესპუბლიკურ პარტიას, აქაც მათ არ აქვთ არავითარი რესურსი იმისა, რომ საერთო სახალხო საქმეზე და სახელმწიფოზე იფიქრონ, ახერხებენ ისევ ერთ ჯგუფში და ერთი ჯგუფის იდეალებში ხოთბა შეასხან საკუთარ პარტიას და ვერ ახერხებენ. ისინი იყვნენ თქვენი ერთ-ერთი პირველი პარტნიორები. კი ბატონო და მათი პლუსი პარტნიორობის მე გამოვკვეთე, მე ვთქვი მათი პლუსი ჩვენი პარტნიორების ისინი არიან საკმაოდ ასაკიანი პარტია, თანმიმდევრულები არიან, მაგრამ სხვა დანარჩენი ხალხთან და სახელმწიფოზე ზრუნვას და რომ ცდილობენ და გვარწმუნებენ რომ ისინი სახელმწიფოად მოაზროვნეები არიან, მაგალითებით ეს ვერ მტკიცდება და თუ კონკრეტული იქნება და ბევრს ვისაუბრებთ 5 წუთში ძალიან ძნელია პარტიის დახასიათება. ალბათ ერთ 15 წუთი მაინც უნდა რომ პარტია სწორედ დავახასიათო, რომ არც უარყოფითი თქვა ბევრი და არც დადებითი რაც აქვს ყველაფერზე მოასწრო პასუხისგაცემა 5 წუთში ძალიან რთულია რომ პოლიტიკური პარტია სრულყოფილად დავახასიათო. მე შევეცადე ახლა ძალიან მოკლედ ჩვენ თქვა რამდენიმე პარტია ჩამოთვალა მაშინ დარჩენილ დროში მაქსიმალურად შევეცადოთ რომ მაინც მოკლედ გავიაროთ ეს თემა. რესპუბლიკელების ერთგვარი ანტიპოდი პარტია არის პატრიოტთა ალიანსი, რომელიც ამ ორ პარტიას გვახსოვს საკმაოდ ძიმე ფორმებშიც კი ქონდათ დაპირისპირება გაცხადებებს გულისხმობ. დაპირისპირებაში არიან ეს პარტია? შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. საგარეჯოში კი. თუ არ ვწდები რამდენიმე წლის წინ თქვენ თქვით რომ და მოუწოდეთ რომ გააქტიურდით ოპოზიციურ ფლანგზე და ერთ-ერთი იყო ირმა ინაშვილი. საერთოდ ჩემი დამოკიდებულება დღესაც ესეთია რომ პარტიები უნდა გააქტიურდნენ, უფრო მეტი პარტიები უნდა იყოს, მეტი არჩევანი უნდა კონდეს საზოგადოებას და მეტი სოლიდური პარტიები უნდა იყვნენ. და რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსს, მე მართალი გითხრათ, მაგათი პლატფორმა გამოკვეთით ვერ გავიგე. რა უნდათ მე კიდევ თვალყურს მივადენებ და ალბათ უფრო მოგვიანებით გავაკეთებ უფრო ღრმა დახასიათებას. ვერ გავიგე მაგათი პლატფორმა გამოკვეთილად რა უნდათ. ეხლა ეს ტრადიციები და ქართული კულტურა ყველას გვიყვარს და ყველას მოგწონს, თუმცა გადაჭარბებული ეს არანაირად არ ვარგა და უტრირებული არაფერი არ ვარგა, საერთოდ გადაჭარბებული არაფერი არ ვარგა. თუ გახსოვთ ძველი ბერძნების სიბრძნე ნიჩე ჩერეზმერნოვა ერთ-ერთი დიდი სიბრძნე რაც არის გადაჭარბებული არაფერი არ ვარგა, ყველაფერს თავის პასი უნდა მიცე. ანუ გადაჭარბებულად ამ ეტაპზე არ მინდა ვერ გავიგებ რეალურად და მათაც მოისმინონ და ჩამოაყალიბონ უფრო მკვეთრად საკუთარი პლატფორმა. რასურს მათ და მეც შესაძლოა რეაქციას გავაკეთებ. ერთადერთი რაც შემიძლია პოზიტივიც თქვა მათზე რომ ერთადერთი პარტია რეალურად ვინც ცდილობს ნაციონალური მოძრაობის სწორად წარმოჩენას. სხვა პარტიები ძირითადად ხელისუფლებას ებრძვიან, ეს ნორმა პრინციპში ნორმალურია. მათ როგორც ქართული ოცნების პარტნიორებს. აი მაგალითად მე ესე ვიტყოდი რომ თავრობის ჩამოსაყალიბებლად ქართულ ოცნებას პარტნიორი არ დაჭირდება. ისინი მოვლენ როგორც ვთქვი საშუალოდ 100 ხმით 90 წენაგლებს მე ვერ ხედავ და ზოგადად თანამშრომლობთ უნდა ითაპარტიამ უნდა ითანამშრომლოს ყველასთან ვინც შევა პარლამენტში თემატურად მე ესე წარმომიდგენია რომ თემატურად ყველასთან უნდა ითანამშრომლოს თემატურად გააჩნია თემას თქვათ იქ ხშირად დაჭირდებათ კონსტიტუციური უმრავლესობა და რაც შეიძლება არ კონდეს დიდი ალბათობით წესი არ გამოდის ქართულ პოლიტიკაში რაღაც ეს თემატური თანამშრომლობა მაინც და მაინც არა ზოგადად მე ესე ვიტყოდი ვისთან არ უნდა ითანამშრომლოს ესეთ ხაზს არ გავავლებდი ან ვის უნდა ჩაეხუტონ ზედმეტად ესეთ ხაზსაც არ გავავლებდი ვისაც აქვს სწორი წარმოდგენა ნებისმიერ თემაზე და სწორედ ხედავს სახელმწიფო მოწყობას როგორ უნდა იყოს მაქვს კონსტიტუციური ცვლილებები ნაციონალურ მოძრაობასთან თემატურზე ჩემი აზრით თემატური თემა გესმის თუ კარგად გესმის აი მაგალითად რა თემა შეიძლება იყოს რომლითაც აი მაგალითად სტრატეგიული მიმართულება გვინდა ევროკავშირი გვინდა ნატო თუ გვინდა რაღაც ამიტომაც ვერ ახერხებენ ხოლმე საბოლოოდ რამდენიმე დოკუმენტი გამოსცეს თუ მიაქციეთ ყურადღება ნაციონალურ მოძრაობასთან კი პარლამენტში მოხდა ხელმოწერა და გაფორმება რომ ჩვენი სტრატეგია არის ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე და ამაზე შეთანხმდნენ სხვა საკითხებზეც როგორი მართლობა გვინდა თქვა როგორ უნდა განვითარდეს რეგიონები როგორ უნდა იყოს მედია კანონმდებლობა მედიაზე თქვა და ხდება საკონსტიტუციო ცვლილებები კანონმდებლობაში რაც უნდა ხდებოდეს პარლამენტში მე ვერ ხედავ თქვა წყალგამყოფს იქ რომ თემატურად ვინმესთან უნდა აკრძალული კონდეს თავარ პარტიას ქართულ ოცნებას რომ არც ერთ შემთხვევაში თქვა როგორი არ ვიცი ხარ რა ვთქვა როგორი უნდა იყოს თქვა საპრეზიდენტო ინსტიტუტი ან პრეზიდენტის ინსტიტუტი და ამაზე პოლემიკა მიდის და თქვა თანამშრომლობა აკრძალულია რომელიმე პარტიასთან ეს არ უნდა იყოს მე ვფიქრობ რომ თემატურად ყველასთან უნდა ახერხებდეს
წამყვანი პარტია და ძალა რადგან ჩვენი საერთო დრო იწურება ბატონო ბიძინა და თან მით უმეტეს წინ გვაქვს კიდევ ბევრი გადაცემა სადაც შევეხებით აუცილებლად პოლიტიკურ პარტიების დახასიათებას მე რო უყურებ ძალიან საიდნოტი მაქვს და რაღაც კორექტირება მინდა რომ გადაცემაში მოვახერხოთ რომ პარტიაზე 10 წუთი მაინც მქონდეს რომ კარგად დავახასიათო ბატონო მანამდე მოდით დარბაზი ჩავხტოთ ჩვენს გადაცემაში ტრადიციულად მათ აქვს საშუალება რომ დასვან შეკითხვები პირველ შეკითხვას კი ბატონო მადლობთ მოწვევისთვის მინდია სალუქვაძე არასამთავრობო ორგანიზაცია ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი თქვენ გურულები და პოლიტიკა ახსენეთ მინდა გეთანხმოთ ერთი ცნობილი ფილმის პერსონაჟის არ იყოს ჩვენ თავს რა ხდება ეს არ ვიცით თუ არა ქვეყნის ამბებს რა გამოგვაბარებს ეხლა მინდა ცოტა საშინაო თემებზე ვისაუბრეთ ცოტა საგარეო კუთხით დაგისვათ ბატონო ბიძინა შეკითხვათ თქვენ წერილში ახსენეთ რომ საქართველოს აისბერგებს შორის უნდა გაიაროს როგორ ფიქრობთ ამჟამად რა პოლიტიკა უნდა აწარმოოს საქართველოს რეგიონში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც რუსეთი და თურქეთი კოორდინირებულ პოლიტიკის გატარებას ცდილობენ, ამასთან ისინი ღიად აკრიტიკებენ დასავლეთს. როგორ უნდა მოახერხოს საქართველოს მართლაც ამ ორ აისბერგს შორის მოქცეულმა პროდასავლურმა ქვეყანამ აისბერგები კიდევ დაცურავენ ეს მარტო ორი არა ამ შემთხვევაში დღევანდელი მოცემულობა ნახეთ სირიაში რა ხდება ის არც ისე შორსაა ჩვენ დღევანდელი მოცემულობა რეგიონში კი ბატონო ესეთია მართლაც როგორ უნდა მოახერხოს პროდასავლური კურსის მქონე ქვეყანამ საქართველოს რომ საკუთარი ინტერესები დაიცვას მადლობთ პირველ რიგში აი რასაც ვაკეთებთ დღეს ჩვენ ეს შეხვედრაც რაზეც არის გამიზნული რომ საზოგადოებამ კარგად გაიაზროს ვინ აირჩიოს ვინ უნდა მიხედოს ქვეყანას ვინ უნდა გადაწყვიტოს და განსაზღვროს აი ეს პოლიტიკა სწორედ ამ არჩევნებით გადაწყდება სწორედ რამდენად სწორედ ავირჩევთ კიდევ დაჟინებით ვიმეორებ რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფოებად რომელსაც შეუძლია აზროვნება და პარტიას რომელსაც შეუძლია ზრუნვა სახელმწიფოზე და საკუთარ ხალხზე და სამსახურით საკუთარ ხალხზე გააკეთოს ძირითადად და უყვარდეს ქვეყანა ქართული ოცნება გვეხატება და ეს უნდა იყოს პირველ რიგში ავირჩიოთ პარტია რომელიც ჩვენგან არჩეულია და ხალხის სამსახურშია ქვეყანას პატრონი უნდა ყავდეს ბოლო წლებში რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა პრაქტიკულად ჩვენ ვერ მოვახერხეთ რომ აგვერჩია და მოგვეყვანა მთავრობა რომელიც რომლისთვისაც ქვეყანაზე ზრუნვა იყო პრიორიტეტი არა საკუთარი სავარდლის შენარჩუნება ან საკუთარი ჯიბის გასქელება ან საერთოდ გაუგებრობა მართვის შეიძლება ძალიან გონანთებული იყო თქვათ და მე დიდ პატივს ზვიად გამსახურდიას მაგრამ ეხლა მართვას უნდა ცოდნა ესე არ არის მარტო რომ გიყვარდეს და გული გეწვოდეს ამავდროულად გამოცდილება და შესატყვისი მანერები უნდა გქონდეს და გუნდს უნდა გქონდეს და გუნდი უნდა იყოს დაკომპლექტებული ისეთი ხალხით, ვისაც ხელი ეწიფება რომ სწორედ მართოს ქვეყანა როგორც იქნა ჩვენ ეს მოახერხეთ და გარწმუნებთ რომ ეს არის 25 წლის განმავლობაში ქართულ მოცნებამ მოახერხა ეს როგორი ანალიზი არ უნდა გააკეთოთ როგორიც არ უნდა ჩამომართვათ ჩემი როლი არ იფიქროთ რომ ჩემი როლისთვის მეც მქონდა გარკვეული როლი ქართულ ოცნების მოსვლაში და ამიტომ ვამბობ არა რეალურად თუ გავაანალიზებთ ერთადერთმა პარტიამ აჩვენა რომ შეუძლია ხალხს ემსახუროს სამშობლო უყვარდეს სახელმწიფოს მართვა იცოდეს და სწორი მიმართულებით წაიყვანოს და განავითაროს აი ესა ის საოცრება რაც რეგიონში რაც ხდება და ჩვენ სირგულში რაც ხდება საოცრად დაბალანსებული ევროკავშირის ელჩი რომელსაც ძალიან უყვარს საქართველოს ძალიან სიმპათიური ელჩი ყავს ბოლო შეხვედრაზე ძალიან მძიმე საკითხზე შევხვდით და პოლემიკა გქონდა და დაიწყო იმით რომ მოგილოცავ მე მინდა რომ მოგილოცო რომ საოცრად სტაბილური ქვეყანა გაჩნდა საქართველოს ევროპელებსაც რომ შურთ ისეთი სტაბილურიაო და მიზეზი ამის კარგად ვიციო მითხრა რომ სწორი მთავრობაა სწორი ხალხი მართავს ხალხი ვისაც ქვეყანა უყვარს ვინ სამშობლოზე ზრუნავს გარწმუნებთ კვირიკაშვილის ძირითადი მოწოდება არ არის საკუთარი სავარდლის შენარჩუნება კვირიკაშვილი არის ძალიან დიდი პატრიოტი თავისი ქვეყნის აქვს უამრავი გამოცდილება მართვის ის არის ძალიან კარგი ფინანსისტი, კარგი ეკონომისტი, კარგი მენეჯერი. მან მოკლე დროში აჩვენა რომ არის ძალიან მაგარი დიპლომატი და თელ ევროპას და ამერიკას თავი შეაყვარა საგარეო საქმეთა მინისტრი, როდესაც იყო რამდენიმე თვის განმავლობაში. საოცრად გამოცდილი მენეჯერი, უპატიოსნესი კაცი. უნდა ნახოთ რით ერთი მანქანით გადაადგილება ძირითადად რეგიონებში ეს კაცი. ნაცვლად გადმოშორილი ავტომატების 60 მანქანით რო დადიოდა, საგიჟეც რო გავდა ეს ქვეყანა. საოცრად განიცდის ყველა თეთრის დახარჯვაზე საერთო ფულის.
საერთოდ საოცრად მოწესრიგებული კაცია და როდესაც აკეთებენ სწორებას რომ ეს არავინ არ არის, თქვა უსუფაშვილი რო ამბობს, ეს არის ყველაფერი. უსუფაშვილს არ აქვს მსგავსი თვისებები, რაც კვირიკაშვილს. არც ერთი რაც მსგავსი ჩამოთვალე. ისევ ქართული ოცნებაში კოალიციაში ყოფნის დროს მოახერხა და პარლამენტის თავმჯდომარე გახდა ისევ ჩვენიო დახმარებით ამას გვამადლის მუდამ. კვირიკაშვილმა საკუთარით მიაღწია ყველაფერს ამას. მოკლედ რო გიპასუხოთ, უფრო მოკლედ თქვენ შეკითხვას. ქვეყანას პატრონი უნდა ყავდეს. ქვეყნის პატრონი საზოგადოება უნდა იყოს. საზოგადოებამ სწორედ უნდა აირჩიოს ქვეყანაზე მზრუნავი პარტია და მთავრობა. აი ეს არის დღეს. დღეს ჩვენ ეს გვაქვს. და არ მოგვივიდეს ესეთი რამ თუ რაშაულის პატრონი დღეში ეძებდა პანტასაო. მსგავსი გადაცემა არ მოგვივიდეს. ძალიან ზედმეტად გაერთო ეხლა საზოგადოება და ეძებენ რაღაც მესამე ძალას. ეს პოლიტოლოგებიც გამოდიან და ანალიზის აზრზე არ არიან უმეტესობა, აუცილებლად უნდა შეიქმნას რაღაც მესამე ძალა. მესამეც უნდა იყოს მეოთხეც და მეხუთეც. არჩევანი უნდა იყოს დიდი, მაგრამ ქართულ ოცნებას სერიოზული გადაცნობები მართვაში არ ქონია. როდესაც არაფორმალურ მართლობას მახსენებენ, სტანდარტებს ინარჩუნებენ, რაც ვერ გაიგო უსუფაშვილმა, რასაც თვითონ ვერ ახერხებს. ქართული ოცნება კვირიკაშვილის მეთაურობით ინარჩუნებს იმ სტანდარტებს და ახერხებს ამ სტანდარტების შენარჩუნებას მართვაში, რაც მე ჩემს გუნდთან ერთად დავტოვე წამოსვლის დროს, რომ ხალხზე ზრუნვაში არიან და ქვეყნის ზრუნვაში ათენებენ და აღამებენ. აი კვირიკაშვილი ესეთი კაცია. აი სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ აისბერგებსაც ავწდეთ, ეკონომიკაც განვავითაროთ, ევროპაში შევიდეთ და ნატოს წევრი ქვეყანაც გავხდეთ. აი ამას სჭირდება სწორი ხელისუფლება და აი ეს არის რისთვისაც ვიხვწვი მე, რომ შეხვედრაში დავარწმუნო მოსახლეობა, რომ ალტერნატივა დღეს ქართულ ოცნებას არ ყავს. ნუ მიედმოედებიან. სირცხვილია, რომ 250,000, 300,000 კაცი ისევ ნაციონალურ მოძრაობას ელოდება. რა უნდათ? ისევ ძალადობა უნდათ? ისევ ცოცხებს ელოდებიან? რა არის ეს? რა ხდება? აი ეს კითხვები მე ძალიან მინდა რომ თვითონაც დაუსვათ თუ გაქვთ. შემდეგ შეკითხვა მოვისმენთ, მაშინ იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო გაგვრჩება გადაცემის დასრულება. ბატონო ბიძინა, ვასო ჩიგოგიძე, აი ამ თეატრის ბატონო ვასო, მე უკაცრავათა ვარ, დღეს როგორც იქნა ჩვენ გადავჭირთ ეს პრობლემა, როგორ მოხდა რომ ეს თეატრის რემონტი ესე გაგვიჭიანურდა და პირდაპირ ხვალიდან სწორედ ამაზე მინდა რადგანაც ჟურნალისტმა დაასვა. მე თქვენთან დაურეკე ნიკო შხეტიანს და ვერ გამცა საფუძვლელი ამოვარდა როგორღაც და რანაირად. არა, უფრო ბათუმის თეატრი არ არის დამთავრებული, მაგრამ დიდი მადლობა რომ უკვე იწყება ოზურგეთის თეატრის, მინდა ინფორმაცია მივაწოდო. რაც შეეხება შეკითხვას. ძალიან მოკლედ, მადლობა აი იმ საუბრებისთვის. ხედავ თუ არა დესტაბილიზაციის საფრთხეს ან არჩევნების წინ ან არჩევნების შემდგომ ეს იყო სულ. კი ბატონო. დესტაბილიზაციის საფრთხეს მოკლედ რომ გითხრათ ვერ ხედავ, მაგრამ ცდილობა ძალიან დიდი. ნაციონალური მოძრაობა მხოლოდ ამაზეა მოწოდებული დღეს. სააკაშვილი მხოლოდ ამაზე უკიჟინებს გარწმუნებთ საკუთარ თალანგუნდელებს, როგორმე სიტუაცია აყირავენ. რამე თუ მათ კარგად იციან, რომ გამარჯვების შანსი არ აქვთ. 4 წელიწადი მან შეინახა გუნდი ერთი რამით. გაზაფხულზე ამბობდნენ, რომ შემოდგომაზე მოახერხებთ რევოლუციას, შემოდგომაზე ამბობდნენ, რომ გაზაფხულზე იქნება ეს და გადავიბარებთ ხელისუფლებას. აი ესე მოვიყვანეთ 4 წლის განმავლობაში და ეხლა დარჩათ. შემდეგ 4 წელს ამ დაპირებებით სააკაშვილი გუნდს ვეღარ შეინახავს. და გასაგებია, ვინც არ უნდა მოვიდეს მაგათიდან და არ დავმალავთ, თუ გინდათ საჯაროდად გეწყვეთ. დაწყებული მაჭავარიდან და ყველა გვითვლის. მოვალთ და მე ჩვენ ვიცოდეთ. არავის აღარ უნდა ეგ სააკაშვილი და არავის აღარ ჭირდება მასეთი ფორმით მართლობა, მაგათ გუნდშიც გააცნობიერეს ეს რომ არ გამოუვათ. შესაბამისად, ცდილობა არის ძალიან დიდი და იქნება ძალიან დიდი ცდილობა იმის, რომ როგორმე სიტუაცია და ქაოსი შემოიტანონ, მაგრამ რესურსი არ გააჩნიათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოება ფხიზლად არ იყოს, მთავრობა არ იყოს ფხიზლად და მე თქვა თუ რჩევებში რასაც ვაძლევდა ამ ხრივ შეკითხვები როდესაც დგება, რა შეიძლება მეტი კამერა. ჩვენ კამერებით მოვიგეთ არჩევნებით უგახსოვთ. ყველა პოლიციელზე თითო კამერა. მე მაშინ მქონდა შესაძლებლობა და მოვახერხე დაფინანსება ამის. ყველა სოფელში იყო რამდენიმე ჟურნალისტი და კამერებით. დღესაც იგივე ურჩიე, როგორც არ უნდა გაუცებდეს თქვენ. როდესაც ვკითხეს ამ ხრივ რომ არის პრობლემები, იგივე ურჩიე დღევანდელ პარტიასაც, ქართულ ოცნებას. რა შეიძლება მეტი კამერა, რომ დააფიქსიროთ ვინ ახერხებს მას. მათ არ უნდათ რომ ეს არჩევნები სწორედ გაფორმდეს და როგორმე სიტუაცია ააყირავონ. მაგრამ ვერ მოახერხებენ. ამის საფუძველია ისევ საზოგადოების სიფხიზლე და ქართულმა ოცნებამ კიდევ აქედანაც მოუწოდებ, რაც შეიძლება მეტი კამერა და ჟურნალისტებთან მეტი მუშაობა. ყველა კუჩაში კამერა უნდა დაყენდეს. რომ დღევანდელ ხელისუფლებას არც ერთ შემთხვევაში არ აწყობს ამ არჩევნებში რაიმე კაზუსი რომ მოგვივიდეს. ჩვენ უნდა ევროპელებს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ ჭეშმარიტად ევროპელები და ჩვენ ვართ ესეთები. ვაჟაბშავლად წაიკითხეთ და ნახეთ დეკლარაცია ევროპული თუ რამდენი მეორდება და რამდენად ადრე თქვა ვაჟამ, რომ ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი და ადამიანის თავისუფლებაზე რამდენი უწევია ჩვენს ძვირფას ვაჟას.
დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, მადლობა ჩვენს დიდი მადლობა, დიდი მადლობა. იმისთვის რომ მონაწილეობა მიიღო ჩვენს დღევანდელ გადაცემაში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღევანდელი პირდაპირ ეთერი იყო ოზურგეთიდან, ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი კი ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ ერთმანეთ შევხვდებით ხუთშაბათს 12 საათზე უკვე ზუგდიდიდან. ყველა კითხვას ბიძინა ივანიშვილის ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონში მოქმედ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს უპასუხებს. დიდი მადლობა, ნახვამდის. დიდი მადლობა.